დღევანდელ ჩვენს ეპიზოდში ვსაუბრობთ ნეონატოლოგიაზე. ეს უნდა იყოს გეგმიური და არა შემთხვევითი ორსულობა. ჩვენ დღეს გვყავს იგივე 23 წლის წინ დაბადებული 25 კვირის ახალშობილი, რომელიც დღეს ჩვენივე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი არის. სად გაჩნდეს მისი პატარა? პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ უნდა არჩიოს ისეთი კლინიკა, სადაც არის პერინატალური ცენტრი. ხშირად შევხვედრივა პაციენტს შობელს, რომელსაცერიდება კითხვის დასმის. რაღაცა განკითხვას ელოდება ექიმისგან და არა, ეს არის მათი უფლება. მამასაც იქ რო კითხავ, აი აბსოლუტური პასუხისმგებლობა აქვს აღებული საკუთარ თავზე, მათი შვილის მოვლაში. რაღაცნაირი ეგეთი განცდაც უნდა ქონდეს ჩემი აზრით მამას, რომ აი შენ მეუღლემ თუ პარტნიორმა 9 თვე მუცლით ატარა და ეხლა შენი ჯერია რა. ჩვენ ესე ვამბობთ, რომ ექიმი, ექთანი და მშობელი, ჩვენ ვართ ერთი გუნდი. არ უნდა უწევდეს მედპერსონალს გადარჩენისთვის ბრძოლა. ექიმი კარგი ექთნის გარეშე არის ხელებს შეკრული და ეს არ არის მარჯვენა ხელია, ესე ვეძახი. მარჯვენა ხელია. ყველა ბავშვისთვის საკუთარი დედის რძე არის, ესე ვთქვათ, უებარი წამალი და შეუცვლელი. მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ ჯანსაღი დიალოგის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. ჩვენი პოდკასტი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი და დღევანდელ ჩვენს ეპიზოდში ვსაუბრობთ ნეონატოლოგიაზე. ეს არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ყველაზე მნიშვნელოვანი და სათუთი პაციენტების, ახალშობილების ჯანმრთელობას და გულისხმობს მათი დაავადებებისა და მდგომარეობების მართვასა და მკურნალობას. დღევანდელი ეპიზოდი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, იმიტომ რომ ორი ძალიან მაგარი პროფესიონალი გვყავს ჩვენ სტუმრად, თინათინ ქურდაძე, რომელიც გახლავთ ნეონატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორანტი და თინათინი უკვე წლებია კლინიკური პრაქტიკის მიღმა, ანუ ექიმის კაბინეტში პაციენტთან ურთიერთობის მიღმა, აქტიურად არის დაკავებული საგანმანათლებლო საქმიანობით და ჩართულია არაერთ პროექტსა თუ პროგრამაში, რომელიც ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნეონატოლოგიაზე. აქ მხოლოდ ექიმები არ იგულისხმება, იგულისხმებიან მშობლები და საზოგადოება ზოგადად, ვინაიდან ნეონატოლოგია არ არის მხოლოდ მედიცინის სფეროს ინტერესის საგანი, არამედ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესის ობიექტი და შეიძლება ითქვას, რომ თინათინი პულს ეუდევს ხელი ქართული ნეონატოლოგიის არსებულ რეალობაზე და ჩვენი მეორე სტუმარი ნინო ზურებიანი, რომელიც უკვე არაერთი წელია მუშაობს გერმანიაში, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში, არის ნეონატოლოგი, ასევე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და განსაკუთრებით საინტერესო იქნება ნინო თქვენი პერსპექტივების მოსმენა იმის გათვალისწინებით, რომ უშუალოდ იცნობთ გერმანიაში არსებულ სტანდარტებს, პრაქტიკებს და ასე შემდეგ და ჩემთვის ყველაზე სასიხარულო არის ის ამბავი, რომ ნინოს და თინათინს ერთობლივად აქვთ გაკეთებული ასოციაცია, გადაარჩინე პატარა სიცოცხლე, ასე ქვია და აქვთ ძალიან ბევრი კეთილი გეგმა და მიზანი, რომელსაც და უკვე აკეთებენ ძალიან ბევრ პროექტს და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი ეპიზოდის განმავლობაში. დიდი მადლობა ნინო, თინათინ, კიდევ ერთხელ რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საუბარი გველის წინ გერმანიასა და საქართველოს და ერთობლივი ინფორმაციის გაცვლა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ჩაწერამდე საუბრობდით, რომ ამ მიმართულებით, ნეონატოლოგიის მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ბოლო წლებში, წინსვლა გვაქვს რეალური, ბევრი ადამიანის დაუზარალი მუშაობის შედეგად და ისეც არ არის, რომ ჩვენ რაღაცა შეპირისპირებულად დავინახოთ გერმანიის და საქართველოს მდგომარეობა, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ ის პრაქტიკები, რომელიც უფრო ადრე დაინერგა სხვადასხვა ქვეყანაში და შეიძლება იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, უკეთ ერგებოდეს და ამიტომაც არის ამ პერსპექტივის მოსმენა საინტერესო. კი ბატონო, პირველი კითხვით გადმოვა თქვენთან თინათინ, აი სანამ თემის უშუალოდ შიგნით ჩავხტებით, მინდა რომ აი საბაზისო სამედიცინო ნომენკლატურაში გავერკვეთ თავიდან, ხო? მოდი ვთქვათ, რას ნიშნავს პირველ რიგში გესტაციური ასაკი და რას ნიშნავს დღენაკლი ახალშობილი, როგორც ვიცი, აქაც კატეგორიებია, სხვადასხვა კლასიფიკაცია და რატომ არის კლასიფიცირებული სხვადასხვაგვარად. დიახ, პირველ რიგში მეც მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ დაინტერესდით, რადგან ცოტა უკან გავართ ხოლმე ნეონატოლოგები და უფრო პედიატრიული კუთხით ინტერესდებიან და ამიტომ დიდი მადლობა, რომ ნეონატოლოგიური საკითხით დაინტერესდით და მეც ასევე ვიმედოვნებ, რომ ძალიან საინტერესო და
საინტერესო საუბარი გამოგვივა. რაც შეეხება გესტაციურ ასაკს, ეს არის ორსულობის ვადა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, როგორც არა მარტო გინეკოლოგებისთვის, ნეონატოლოგებისთვისაც. კლასიფიკაცია ხდება შემდეგნაირად, გამოვყოფთ ესე უხეშად დღენაკლ და დროულ ახალშობილს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რას უნდა ველოდოთ, როცა იბადება ახალშობილი. რა თქმა უნდა, როდესაც ველოდებით ახალშობილის დაბადებას, პირველ რიგში კომუნიკაცია დგება გინეკოლოგსა და ნეონატოლოგს შორის, ასევე ვესაუბრებით დედას ვკრებთ ანამნეზს და ასე შემდეგ და პირველადი მონახაზი გვაქვს ხოლმე, აქ არ გულისხმობ ხა ექსტრემალურ შემთხვევას, რაც არა ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე, ველით და ვიცით, როგორი ბავშვი უნდა მივიღეთ, ასე რომ ვთქვათ, რომ ვიყოთ სრულად მზადყოფნაში. რაც შეეხება დღენაკლ და დროულ ახალშობილს, ყველა ახალშობილი, რომელიც იბადება 37 კვირამდე, ვუწოდებთ ჩვენ დღენაკლ ახალშობილს და 37 კვირის და ზემოთ ვუწოდებთ უკვე დროულ ახალშობილს. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი რასაკვირველია, რომ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა, რა თქმა უნდა, ბავშვის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით განვსაზღვროთ. გესტაციური ასაკი შესაბამისად ამას მოიცავს ორსულობის ვადას და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი ჩვენთვის. რახან გესტაციურ ასაკზე ვარ საუბრობთ, დღენაკლი ახალშობილები ახსენეთ, მაგრამ ხო შეიძლება ისეც იყოს, რომ დაგვიანებული იყოს, ასე ვთქვათ, მშობიარობა, ანუ არა დღენაკლი, არამედ პირიქით გვიანდელი მშობიარობაც ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება იყოს. დიახ, რასაკვირველია, ესეც შეიძლება იყოს განმაპირობებელი და ეს ინფორმაციაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ძირითადად ამას ვუწოდებთ ისეთ ახალშობილებს, რომლებიც იბადებიან 41-42 კვირის, ხეშად რომ ავიღოთ 40 კვირის ზემოთ, უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ დაგვიანებულია და ამ შემთხვევაში შეიძლება დამატებით ღონისძიებები დაგვჭირდეს მკურნალობის კუთხით და ეს ფაქტორიც რასაკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ კლასიფიკაცია მაინც ესე ხდება დღენაკლი და დროული ახალშობილი უფრო მეტად ვიდრე დაგვიანებული გესტაციის. თუმცა ეგეც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნეონატოლოგებში. კეთილი. ნინო, როდესაც დღენაკლ ახალშობილებზე ვსაუბრობ და ვთქვით, რომ ამდენ კატეგორიად არის დაყოფილი, ხო, კლასიფიცირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ გესტაციური ასაკის მიხედვით გართულებები ამ პრობლემები, რომელიც შეიძლება ახალშობილს ჰქონდეს, სხვადასხვა სიმძიმის არიან, სხვადასხვა ფორმის, ხო? აი, რა ფორმის და რა სიმძიმის გართულებებს შეიძლება ვხვდებოდეთ დღენაკლ ახალშობილებში, ძალიან დღენაკლ ახალშობილებში და უკიდურესად დღენაკლ ახალშობილებში, ხო? ეს ტყუილა არ არის ეს კლასიფიკაცია ასე. კი ბეტონო, ეს კლასიფიკაცია ნამდვილად არ არის ტყუილა, იმიტომ რომ რაც უფრო დაბალი არის, ან მცირე არის გესტაციური ასაკი, შესაბამისად უფრო დიდი არის გართულებების რისკი. რაც უფრო იზრდება გესტაციური ასაკი, შესაბამისად მცირდება. ანუ როგორც თიკომ უკვე აღნიშნა, 37-ს ქვემოთ არის ახალშობილი, დღენაკლი ახალშობილი, თუმცა 30 კვირის ქვემოთ, 28 კვირის ქვემოთ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ანუ როგორც აღნიშნავ, რომ მცირდება, როდესაც მცირდება გესტაციური ასაკი, იზრდება გართულებების რისკი და ასევე სიკვდილობის რისკი. შესაბამისად, ისევ და ისევ გავაგრძელებ ამ თემას, რომ ჩვენთვის ნეონატოლოგებისთვის აუცილებელია ამ გესტაციური ასაკის ცოდნა, ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ როდესაც მშობელთან ვსაუბრობთ და მაგალითად როდესაც ველოდებით, გერმანიაში მიღებული არის უკვე 22 პლუს ახალშობილის, ანუ ექსტრემალურად მცირე ახალშობილის მიღება. იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლებს, ამ შორის დედას და მამას, ორივე სურთ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ამ შემთხვევაში ექიმებმა. ამ შემთხვევაში ჩვენ მშობელთან საუბრისას უნდა ვიცოდეთ ის რისკები და გართულებები და კიდევ უფრო კონკრეტულად უკვე ციფრებით ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში მშობლებთან, რომ რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს გართულებების რისკი, რომელი გართულების რისკი, რამხელ არის სიკვდილობა და ასე შემდეგ და ყოველი თითოეული დღე და ყოველი კვირა, რა თქმა უნდა, ამცირებს ამ გართულებების და ლეტალობის რისკს. კი ბატონო, როდესაც ნაადრევ მშობიარობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ეს ნაადრევი მშობიარობა იდიოპათიურია, ანუ რას ნიშნავს იდიოპათიური, რომ მიზეზი კონკრეტული უცნობია, რატომ დაიწყო ნაადრევი მშობიარობა, ხო? თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულმა რისკ ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ნაადრევი მშობიარობა, დღენაკლი ახალშობილის მშობიარობა და აი ზუსტად ამ პრევენციის მეთოდებზე მინდა რომ ვისაუბროთ მეტი, ხო? აი წეღან რაზეც საუბრობდით
ძალიან ბევრი სერვისი და პროგრამა უკვე არსებობს საქართველოში, რომელიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ სერვისების შესახებ ინფორმაციას აუცილებლად დავურთავთ ამ ვიდეოს აღწერაში, თუ რა ეკუთვნით დედებს და ახალშობილებს საქართველოში უფასოდ და აი ეს მაინტერესებს ზუსტად, აი რა ზოგადი პრევენციული ღონისძიებები უნდა მიიღოს მხედველობაში შობელმა დედამ, და არა მხოლოდ დედამ, ოჯახმა და მამამ. სახელს შეგატყეთ, რომ ელოდებოდით ჩემგან ოჯახის დაკონკრეტებას და მათ გარშემოყოფებმა, რომ ნაადრევი მშობიარობა არ დადგეს. კი ბატონო, ნამდვილად არა მხოლოდ დედა და არამედ მამაც ჩართული უნდა იყოს, როდესაც ეს ბავშვის მშობიარობა იგეგმება, ანუ ორსულობა იგეგმება უბრალოდ ვთქვით, ორსულობის დაგეგმის პროცესში ჩართული არის როგორც დედა, ასევე მამა და პირველი ფაქტორი რაც არის, რომ ეს უნდა იყოს გეგმიური და არა შემთხვევითი ორსულობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და ძალიან დიდი რიცხვი არის ამ რაღაცა შემთხვევითი ორსულობის, რომელიც არ ვიცოდი რომ ორსულად ვიყავი და შესაბამისად რისკ ფაქტორები საკმაოდ დიდია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუნდაც იგივე ინფექციების რისკი, ინფექციების ფაქტორი, ხო? ანუ ამ ინფექციების ფაქტორი იზრდება, როდესაც არ არის გეგმიური ორსულობა. გეგმიური ორსულობა ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ მანამ დაორსულდება ქალი, მანამ უკვე უნდა დაიწყოს თუნდაც იგივე ფოლიუმის მჟავის მიღება, იმიტომ რომ არიდებული იყოს შესაბამისი გართულების რისკი ორსულობის პერიოდში უნდა იყოს გამოკვლეული ყველა ინფექციური ფაქტორი, როგორც დედასთან, ასევე მამასთან უნდა იყოს სქესობრივად გადამდები ინფექციები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა რისის სკრინინგი კი ბატონო, საქართველოს პროგრამებზე უფრო თინათინ უფრო კარგად ისაუბრებს ჩემგან განსხვავებით, რადგან მე აქ ესე აქტიურად არ ვარ ჩართული, მე შემიძლია უფრო გერმანულ ხაზზე ვისაუბრო, თუმცა ეს სკრინინგი არის, გინეკოლოგთან ვიზიტი არის, ანუ გეგმიური ვიზიტი გინეკოლოგთან უკვე ორსულობის დაგეგმვისთვის უკვე უნდა დაიწყოს წყვილმა, ანუ არა ზუსტად მაშინ როცა უკვე ვიწყებ, არამედ ეს გეგმიური ცოტა ხანგრძლივი პროცესი არის და როდესაც ესე გეგმიურად ხდება იგივე სკრინინგის გავლა, ყველა დანიშნულების შესრულება, იგივე მედიკამენტურია თუ ინფექციური და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში უკვე საკმაოდ დიდი პრევენცია ხდება. როგორც თქვი, უკვე ყველაზე დიდი რაც არის ინფექციების არიდება და ფოლიუმჟავით შემდგომი ნევროლოგიური პრობლემების არიდება. შემდგომში როდესაც დგება უკვე ორსულობა, ორსულობის პერიოდში ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა პრევენცია არის, როდესაც ამ შემთხვევაში ორსული ქალბატონი მიყვება მისი გინეკოლოგის დანიშნულებას და ყველა კვლევას, რომ თუ კი რაიმე გართულება იქნეს აცილებული დროულად და ანუ დროული მიმართვიანობა უნდა იყოს ასევე მის გინეკოლოგთან, რომელიც მართავს ორსულობის პერიოდს. კი ბატონო. ანუ ორსულობასთან დაკავშირებული თითოეული ეტაპი უნდა იყოს გავლილი პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ. დაგეგმვიდან დაწყებული ორსულობის მთელი პერიოდი და მერე ცხადია მშობიარობა. დიახ, იმიტომ რომ ერთი არის რომ პრევენცია ხდება და მეორე არის რომ კურნალი ექიმი, რომელიც მართავს ამ პროცესს, ის უკვე ინფორმირებული არის მთლიანად ამ წყვილის შესახებ და შემდგომ უკვე მესამე პირის შესახებ, რომელიც ჯერჯერობით ინტრაუტერინულად არის, ანუ ჯერ განვითარების პროცესში არის და თუ კი რაიმე გართულება არის, ან თუ კი რაიმე, ასე ვთქვათ, რაღაცა სასწრაფო ნიშანი არის, ამ შემთხვევაში ეს მართველი, ანუ ექიმი, რომელიც ამ ორსულობას მართავს, გადაამისამართებს უკვე შესაბამის კლინიკაში, რომ ან გამოირიცხოს ეს გართულება, ან დადგეს მშობიარობა და უკვე ჩაერთოს მულტიპროფილური კლინიკა ამ ორსულობის მართვაში და ამიტომ აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს პრევენციული. კეთილი. აი ორსულობის დაგეგმვაზე რომ დავვრჩეთ, აი აქ უკვე ძალიან მაინტერესებს გერმანული მიდგომები, ასე ვთქვათ. კი, მომიჯნავე სფეროებს ვეხებით, ამ შემთხვევაში შეიძლება ფსიქოლოგიც იყოს ჩართული, ასე შემდეგ, ხო? სხვა დარგებსაც ვეხებით, ამის თქმა მინდა. აი და მე იგივე კითხვა მექნება, ეს საქართველოში როგორ ხდება, ძალიან მაინტერესებს. ხო, აი რას ეძახიან ორსულობის დაგეგმვას გერმანიაში და იმ სივრცეში, სადაც შენ მოღვაწეობ. ამ შემთხვევაში არ მგონია რომ დიდი სხვაობა იყოს გერმანიასა და საქართველოს შორის, იმიტომ რომ ანუ დაგეგმვა ნიშნავს უბრალოდ ამას, რომ წყვილი, რომლებიც რაც გარკვეული პერიოდის ერთად არიან და უკვე ფიქრობენ, რომ სურთ შვილის ყოლა, შესაბამისად, როგორც მამაკაცი, ასევე ქალბატონი ჯერ იტარებს კვლევას და იმ ყველა კვლევას, რომელსაც თulis შესაბამისად მათი მკურნალი ექიმი და ქალბატონი იწყებს ფოლიუმის მჟავის დალევას, აუცილებლად მშობიარობამდე და არა
ორსულობა რო დადგება შემდგომში, ბოდიში ორსულობამდე. და ორსულობის დადგომის შემდგომ ამ გარკვეული მედიკამენტების დაწყება უკვე დაგვიანებულია. ან თუნდაც, როდესაც მაგალითად დედას აქვს შაქრიანი დიაბეტი. ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს უკვე შაქრის შემცველობის დარეგულირება სისხლში, რომ მერე არ იყოს გართულებები, ან აქვს სისხლის არტერიული წნევის პრობლემა, ან ასე შემდეგ, ან თუნდაც რომელიმე ქრონიკული პრობლემა. მით უმეტეს ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს წინასწარი დაგეგმა, რომ ორსულობის დადგომამდე დარეგულირდეს ორგანიზმში ყველაფერი, იმიტომ რადგან ყველამ ვიცით, რომ ორსულობა საკმაოდ დიდი ცვლილებები არის ორგანიზმისათვის და პატარა ეს, ანუ ამ ახალი სიცოცხლის მისაღებად ეს ორგანიზმი მომზადებული უნდა იყოს. აი ზუსტად ამ მიმართულებით მიმყავდა, როდესაც ვლაპარაკობდი ორსულობის დაგეგმვაზე, იმიტომ რომ საქართველოში ისე ხდება ხოლმე თინათინ, რომ ხშირად საკმარისი ინფორმაცია არ არის იმაზე, თუ როდის შეიძლება დადგეს ორსულობა, ან შემთხვევითი ორსულობაც ხშირია, ასევე ხშირია მოზარდობის პერიოდში ორსულობა, ხო? ამიტომაც არის ეს ალბათ აი პროაქტიული, აი უფრო იმ ნაწილში, რომ პროაქტიულად დიდი ალბათობით გერმანიაში ასე არის, რომ ალბათ საშუალო განათლების პერიოდშიც ინფორმირებულია ბავშვობიდან ადამიანი იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება დადგეს ორსულობა და რა რისკები ახლავს გაუთვალისწინებელ დაუცველ სქესობრივ კავშირს მაგალითად, ხო? კეთილი. როდესაც ჩვენ გესტაციურ ასაკზე ვსაუბრობთ, ასევე არ უნდა გამოგჩეს ახალშობილის წონა, ხო? რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გამოსავალის თვალსაზრისით თუ პაციენტის შემთხვევაში რა გამოსავალი დადგება. პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად კორელაციაში არის გესტაციური ასაკი ახალშობილის წონასთან და ასევე რა კლასიფიკაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ახალშობილის დაბალ წონაზე ვსაუბრობთ, მცირე წონიან ახალშობილებზე ვსაუბრობთ. დიახ. სწორად აღნიშნეთ, რომ წონა ნამდვილად მნიშვნელოვანია, არა მარტო გესტაციური ასაკი და ჩვენს ახლა ნინომ აღნიშნა, რომ გერმანიაში იწყება 22 კვირიდან უკვე, რა თქმა უნდა, მშობელთან შეთანხმებით და იმ რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, რის წინაშეც შეიძლება მშობელი დადგეს და მერე არჩევანს აკეთებს მშობელი, ან დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები თუ არა. გარკვეულწილად ჩვენთანაც იგივენაირად ხდება, თუმცა გესტაციური ასაკი ცოტა გაზრდილი ჩვენ 23 და პლუს ასე ვიწყებთ. გვაქვს ბევრი შემთხვევა 24 კვირის და ასე შემდეგ და ამას ალბათ მე მოგვიანებით ვისაუბრებ. წონას რაც შეეხება, წონაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენი გრამია, ესე რომ ვთქვათ, 500 გრამია, 450-ია, 400-ია და ასე შემდეგ. არსებობს აქაც კლასიფიკაცია, მცირე წონის ახალშობილი, არსებობს გესტაციასთან შედარებით მცირე წონის ახალშობილი, ან გესტაციასთან შედარებით პატარა ახალშობილი. ეს არსებობს სპეციალური ზრდის მრუდები, რაზეც ჩვენ ვადარებთ ხოლმე და იმ რისკ ფაქტორებსაც განსაზღვრავთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რას უნდა ველოდოთ, ამაზე არის საუბარი. მაგალითად, მიდრეკილნი არიან ეს ახალშობილები, რომლებიც გესტაციასთან პატარა ან მცირე წონის არიან, ჰიპოგლიკემიისადმი და უფრო მეტ ყურადღება უნდა მიეპყროს ამას. რაც შეეხება გადარჩენადობას, ჩვენთან 450 გრამიდან ესე იწყება და უნდა იყოს 23 კვირა და პლუს. ამ შემთხვევაში ვიწყებთ უკვე საუბარს იმას, რომ ჩვენ ნეონატოლოგებს შეგვიძლია რომ რეანიმაციული ღონისძიებები დავიწყოთ, რა თქმა უნდა, მშობელსაც მანამდე ვუხსნით თუ ამისი დრო არის, რა თქმა უნდა, და არ ხდება ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში და ძირითად შემთხვევაში ესე ხდება, ვუთანხმდებით რისკ ფაქტორებს ვაცნობთ და შემდგომ ვიღებთ შესაბამის ღონისძიებებს და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გესტაციური ასაკი, ასევე წონა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის. კეთილი, თქვენ ჩემ დაუსმელ კითხვას გაეცით პასუხი იმ ზღვრული მაჩვენებლის შესახებ, რომლის შემდეგაც რეანიმაცია მიზანშეწონილია. ეს თქვენთან კლინიკაში როგორ ლაგდება, ასე ვთქვათ, ანუ გერმანიაში როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი არის გაწერილი, ნუ საქართველოს საკმაოდ იქ კიდე უფრო მეტად ექცევა ყურადღება ამ პროტოკოლებს და გაიდლაინებს. გერმანიის სახელმწიფოს აქვს ესეთი კანონი არის მიღებული, რომ 24+0 და 400 გრამი ახალშობილი, ამ შემთხვევაში 24+0 და შეიძლება ზოგჯერ დაშვებულიც იყოს, რომ 400 გრამზე ნაკლებიც იყოს, მაგრამ 24+0 400 გრამი არავინ არ ეკითხება მშობელს, ექიმი იწყებს რეანიმაციულ ღონისძიებებს. ეს 24+0 რას ჩვენ გესტაციური ასაკი, ბოდიში 24+0 გესტაციური ასაკი 400 გრამი ვიწყებთ რეანიმაციულ ღონისძიებებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთ ბავშვებს აქვთ განვითარების ძალიან კარგი მაჩვენებელი და ამ გესტაციურ ასაკზე და ამ წონაზე გართულებების რისკი არის გაცილებით ნაკლები. რაც შეეხება გესტაციურ ასაკს 22+0-დან 24+0-მდე, ამ შემთხვევაში რადგან
მიმართულებების რისკი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი არის და მათ შორის ლეტალური გამოსავალიც, ეს ითვლება ნაცრისფერ ზონად. ანუ 22+0 და თუ 400 გრამი ახალშობილი არის, ამ შემთხვევაში თუ მშობელი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უკვე ვსაუბრობთ მშობელთან, წყვილთან, დედასთან და მამასთან, არა მხოლოდ ჩვენ არამედ, ანუ აქ არის ნეონატოლოგი, არის მიანი ჩართული, არის ფსიქოლოგი, არის პაციენტის მრჩეველი, ანუ მთელი გუნდი არის ჩართული, ხდება მათთან გასაუბრება და შემდეგ უკვე ჩვენ გუნდურად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ თუ მშობელი იტყვის, რომ მას უნდა რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ მასის შვილისთვის, როგორც მიან გინეკოლოგებმა, ასევე ნეონატოლოგებმა, ამ შემთხვევაში ვიწყებთ რეანიმაციულ ღონისძიებას. თუ მათ ეს არ სურთ, არის ესეთი ბოდიშით ინგლისური ტერმინით, მაგრამ comfort care ესე ქვია. როდესაც დაბადების შემდგომ ბავშვი თავს ხდება, ანუ ბონდინგი ხდება, კენგური კი არის ბონდინგი, დედის გულმკერდზე და ჩვენ ექიმები, ნეონატოლოგები ამ შემთხვევაში ვართ მათთან ერთად და ესე ვთქვათ, ვაცილებთ ამ ბავშვს მშვიდობიანად ტკივილების გარეშე მშობელთან ერთად. ეს ამ შემთხვევაში გერმანიაში არის ეს კანონი, რომ აი 24+0 გესტაციურ ასაკამდე არის მშობლის გადაწყვეტილება. 24+ შემდეგ უკვე და 400 გრამზე ზევით ვიწყებთ ყველანაირი. კეთილი. დღენაკლ ახალშობილებზე რო საუბრობთ, ეხლა ჩემ კითხვაში ცოტა მოგვიანებით არის ეს კითხვა, მაგრამ გული არ მithმენს, რომ არ ვისაუბროთ იმ სტიგმაზე, რაც არსებობს დღენაკლი ახალშობილების მიმართ და ბევრ დედას და მშობელს და ოჯახის წევრს რაღაცა ხინჯად აქვს ხოლმე თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა, რომ რაღაცნაირად ის სრულყოფილი ვერ იქნება. აი ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ ჩაწერამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ ეს სულაც არ არის ესე და სრულფასოვანი ცხოვრების მიღწევა თავისუფლად არის შესაძლებელი დღენაკლობის შემთხვევაში, დღენაკლი ახალშობილის შემთხვევაში, ხო? აი ესე კონკრეტული მაგალითებით თუ შეგვიძლია ეს დავადასტუროთ, რომ ეს ნამდვილად ასეა. კი ბატონო, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ნაადრევი ახალშობილი ნამდვილად სტიგმად ითვლება ჯერ კიდევ, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ჩვენ ამ სტიგმასთან ესე ვთქვათ, შებრძოლება ხდება უკვე საერთაშორისო დონეზე, ხდება ინფორმაციის ბევრად, ანუ გაცილებით უფრო დიდი ინფორმაციის გავრცელება ხდება უკვე დღეს მსოფლიოში, რომ ეს აღარ იყოს სტიგმა, იმიტომ რომ როგორც კვლევებმა აჩვენა, ასევე ჩვენ თვითონ ჩვენვე ნეონატოლოგები ვუყურებთ ჩვენივე პაციენტებს, რომლებიც იყვნენ 24 კვირას დაბადებული, 25 კვირაზე, იგივე 23 კვირას დაბადებული, რომლებსაც ჩვენ კლინიკიდან წვერთ აბსოლუტურად ნორმალური კოგნიტური და მოტორული განვითარების პაციენტებს და ამ პაციენტებს ჩვენ ჯამრთელებს კი, რომ ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ 24 გესტაციაზე 400 გრამი, რომელიც ჩვენ გავზარდეთ, მივიყვანეთ ჩვენთან გაწერის კრიტერიუმი არის 35+0 გესტაციური ასაკი და 2 კილო ახალშობილი. ხდება ამ ბავშვების შეფასება, კოგნიტური, მოტორული და ასე შემდეგ იმ ასაკში რას უნდა ასრულებდეს, ასე ვთქვათ, რეფლექსია არის თუ ქცევა არის თუ ასე შემდეგ და ამ ბავშვების გაწერა კლინიკაში, თუმცა მე ყველა ნეონატოლოგიურ კლინიკაში ხდება ამ პაციენტების თვალყურის დევნება 2 წლის ასაკამდე. ანუ არსებობს ესეთი ისევ ინგლისური ტერმინია, მაგრამ follow-up-ი, რომელიც გულისხმობს, რომ ამ ეს პაციენტები მოდიან ჩვენთან 6 თვის ასაკში, 1 წლის ასაკში, 2 წლის ასაკში და მათ ჩვენ მონიტორინგი ხდება კი ბატონო, შემდგომი განვითარების მონიტორინგი. რა თქმა უნდა, პედიატრი უფრო ხშირად, ანუ კიდევ უფრო ხშირად არის ჩართული, თუმცა პედიატრთან ერთად პარალელურად ჩვენს ჩართულები ვარ და ანუ ეს ჩემი გამოცდილება ცოტა არა ესეთი ტერმინი არის, არა აკადემიური და ამიტომ ვიტყვი, რომ მტკიცებულებებზე დამტკიცებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ მტკიცებულებებმა და კვლევებმა აჩვენა, რომ ესეთი ნაადრევი ახალშობილების გამოსავალი ძალიან კარგი არის და კონკრეტული მაგალითი არის, თუნდაც იგივე, რომ ჩვენ დღეს გვყავს იგივე 23 წლის წინ დაბადებული 25 კვირის ახალშობილი, რომელიც დღეს ჩვენივე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი არის და ამ ადამიანზე კარგი კონკრეტული მაგალითი ალბათ არსებობს და ბევრი ესეთი მაგალითი გვყავს ჩვენ, როდესაც იგივე ჩვენს კლინიკაში, ალბათ საქართველოშიც მოყავთ მე მშობლებს 12 წლის ასაკში, 14 წლის ასაკში და მშობლებს თვითონ რო ბედნიერები არიან, ჩვენთან ბედნიერებას გვიზიარებენ თუ როგორ კარგად განვითარდა მათი შვილი, სად სწავლობს, რომელ სკოლაშია, გიმნაზიას ამთავრებს თუ სხვა სკოლას ამთავრებს და ასე შემდეგ. კი ბატონო. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დროული მშობიარობაც არ არის გარანტი რისკ ფაქტორებისგან დაცვის, ხო? ანუ შეიძლება ახალშობილი იყოს დროული, მაგრამ კონდეს დაბალი წონა მაგალითად. ანუ მხოლოდ გესტაციური ასაკი არ არის ის, რაზეც უნდა ფიქრობდეს ორსული, როდესაც რისკ ფაქტორებს ვითვალისწინებთ ახალშობილის შემთხვევაში, ხო? კი ბატონო, ერთი არის, დაბალ წონას ესე დიდ გრის ფაქტორად ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ დაბალი წონა რა თქმა უნდა რისკ ფაქტორი არის და აქვს თავისი გართულებები იგივე შედეგი
სისხლის დონის შემცველობა და ასე შემდეგ. ხო. თუმცა დროულ ახალშობილებში გართულებები რაც არის ეს პერინატალური ასფიქსიები, ანუ როდესაც ჟანგბადის შემცველობა მცირდება და როდესაც ჩვენ გვიწევს რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება დაბადების შემდგომ, იმიტომ რომ მაგალითად ჭიპლარის გამოვარდა, მაგალითად საშვილოსნოს აშრევება, მაგალითად არ ვიცი რა სისხლდენები და ასე შემდეგ, როდესაც დგება ეს ჰიპოქსემია და ამ ჰიპოქსიის შემთხვევაში უკვე ბავშვი როდესაც იბადება, ჩვენ ნეონატოლოგები ამ შემთხვევაში არის გადაუდებელი საკეისრო კვეთა და ვიცით რომ გადაუდებელი საკეისრო კვეთა ან ბავშვის არ ვიცი მხრის გამოვარდნა ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, ანუ საკმაოდ ბევრი გართულება არის, როდესაც უკვე ნეონატოლოგები ვდგევართ გუნდი და მზადვართ რომ უნდა მივიღოთ ბავშვი, ვიცით რომ უნდა დავიწყოთ ველოდებით რთულ შემთხვევას, რომ ბავშვი შეიძლება დასჭირდეს რეანიმაცია, მერე ჰიპოთერმიული მკურნალობა და ასე შემდეგ და ამიტომ მხოლოდ ნაადრევი ახალშობილი როგორც აღნიშნეთ არ არის აუცილებლად ეს სტიგმა, რადგან დროული ახალშობილი შეიძლება იყოს საკმაოდ პირველი წუთები იმდენად რთული, რომ გამოსავალი და შემდგომი კოგნიტური და მოტორული განვითარება ამ ყველაფერმა დააზიანოს, ასე რომ ვთქვათ. კეთილი. თიანათი, ახლა რა მაინტერესებს, ეს ერთი სცენარი მინდა რომ განვიხილო და მერე უკვე სხვა სცენარებზე გადავიდეთ. ჩავთვალოთ რომ ორსულობა კარგად არის დაგეგმილი, ორსულობის მთელი ყველა ეტაპის ფარგლებში დედა აკითხავდა ნიან გინეკოლოგს ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად, ასე ვთქვათ, ბავშვი ახალშობილი არის დროული, რაღაცა მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე, ხო? აი, როგორი უნდა იყოს ის უშუალო გარემო დედისთვის კლინიკაში, სადაც ის იგრძნობს აბსოლუტურად ახალშობილის და დედას თავს იგრძნობს კომფორტულად, შვიდად და უსაფრთხოდ, ხო? მე ამას რატომ ვკითხულობ? ჩვენთან საქართველოში არის ძალიან ბევრი მაგარი ექიმი. და ხშირად ისე ხდება, რომ პაციენტები მიდიან ექიმის სახელზე. და ეს ზოგადად ჯანდაცვის სისტემის თითქოს კარგი არ არის, ანუ ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ქონდეს იმის განცდა, რომ სულ რომ ბრმად მოხდეს კლინიკაში, მას რაღაც სტანდარტის ქვემოთ ხარისხული სხვა მომსახურება არ გაეწევა, ხო? ექიმის სახელზე და მე ხშირად გამიგია დედებისგან, რომ კი, თავარი ექიმი, მორიგი ექიმი ძალიან მაგარი იყო, კარგად მოგხედა, მაგრამ მე ცოტა ნაკლები ყურადღება მიმაქციეს, ცოტა სიმცირე იყო, ბევრი პაციენტი იყო, ბევრი მშობიარე იყო, მეტი ყურადღება მინდოდა რაღაცა ვიკითხე, აი ამიტომ სვამ ამ კითხვას, რომ როგორ გარემოში უნდა მოევლინოს ახალშობილი სამყაროს და როგორ გარემოში უნდა დახვდეს დედა ამ ახალშობილს. ეს ფაქტორი რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ როდესაც ქალი არის ორსული, უფრო მეტად სენსიტიურია და ზოგჯერ ობიექტურად არა და სუბიექტური აღქმაც შეიძლება იყოს რაღაცების და მაგრამ ეს დასაშვებია, იმიტომ რომ მისი მდგომარეობა არის ესეთი და უფრო მეტად ლაბილურია მისი ნერვული სისტემაც და ამიტომ მაქსიმალურად ჩვენ ექიმები ვალდებულები ვართ რომ ხელი შევუწყოთ დედას. აქ არის რამოდენიმე ფაქტორი განმაპირობებელი, რაზეც მშობელმა უნდა იფიქროს, სად გაჩნდეს მისი პატარა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ უნდა არჩიოს ისეთი კლინიკა, სადაც არის პერინატალური ცენტრი, ანუ არ უნდა იფიქროს მხოლოდ თავის ფაქტორზე, ანუ დედის ფაქტორზე არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ რომ იყოს ან სალონური სიტუაცია, ან ასე შემდეგ უნდა იფიქროს როგორი არის ნეონატალური განყოფილება, ახალშობილთა ინტენსიური თერაპია აქვს, არ აქვს, რამდენად გამოცდილი ექიმები ხა ამას ესე მშობელი ვერ შეაფასებს და არც ევალება მას, მაგრამ ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, რომ ბევრი კარგი კლინიკა არსებობს ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში, არ გვაქვს ნამდვილად დეფიციტი ამის და გამოცდილი კადრიც არის, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემი პრაქტიკული მუშაობა თეორიული თუ ასე შემდეგ ამ ქვეყანაში ხდება და დაიწყო და ძალიან კარგი ცენტრები არსებობს. უბრალოდ მშობელს ევალება ის, რომ არჩიოს ამ პრინციპით. არა მხოლოდ სამშობიარო უნდა იყოს პერინატალური ცენტრი, უნდა ქონდეს აუცილებლად საშუალება იმ კლინიკას, რომ უზრუნველყოს ბავშვის პირველადი დახმარება, იგივე შეიძლება არაფერს არ ელოდენ, ანტენატალური მეთვალყურეობა სრულად მიმდინარეობდეს, კარგად მიმდინარეობდეს, არ იყოს აქ რაღაც გარკვეული რისკ ფაქტორები, მაგრამ ბოლო პერიოდში იგივე ჰიპერტენზიის გამო ან სხვა მდგომარეობის გამო გახდეს საჭირო, რომ უცბად დასრულდეს ორსულობა, დასრულდეს გულისხმობ, რომ საკეისრო კვეთით და არ დაველოდოთ ფიზიოლოგიურ მშობიარობას. ამისთვის ყველა კლინიკა, სადაც ბავშვი იბადება, უნდა იყოს
სრულყოფილად აღჭურვილი, რასაკვირველია, დიახ. და მნიშვნელოვანია ვიკითხოთ არა მარტო გინეკოლოგი, მიან გინეკოლოგი, უნდა ვიკითხოთ ნეონატალური სამსახური არის თუ არა და როგორ ფუნქციონირებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თვითონ გარემო ფაქტორი, რა თქმა უნდა, როდესაც урსული მიდის კლინიკაში, უნდა იყოს ძალიან კომფორტული, მეგობრული, მის მიმართ ემპათიური და მე სწორედ ამიტომ ჩვენი ორგანიზაციაც ამას მე ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ამას ემსახურება, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ცნობიერება წყვილებში, რომლებიც გეგმავენ ბავშვის სკოლას და თქვენი გადაცემაც სწორედ ამას ემსახურება და ბევრი კიდევ კარგი გადაცემა არსებობს ამას თაობაზე და მაქსიმალურად მე ვურჩევ მშობელს, რომ ამ სიახლეებს გაეცნონ და მიიღონ მეტი ინფორმაცია, რისი უფლება აქვთ. ხშირად შევხვედრივა პაციენტს, მშობელს, რომელსაც ერიდება კითხვის დასმის, რაღაცა განკითხვას ელოდება ექიმისგან და არა, ეს არის მათი უფლება, ყოველი манипуляციის წინ, ან რას უნდა ელოდნონ, ესენი მე სადაც მიმუშავია და უშუალო შემხებლობა მქონია, ეს ნამდვილად ესი არის, რომ ჩვენ წინასწარ განვუმარტავთ ხოლმე მშობელს და ვაყენებთ საქმის კურსში, რის წინაშე შეიძლება დადგეს, რას ვუტარებთ მის ახალშობილს, რატომ შეიძლება გავიყვანოთ დედისგან და ასე შემდეგ. აქ манипуляციებზე არის საუბარი, როდესაც რაიმე ჭირდება ახალშობილს და ყოველთვის არის ინფორმირებული. თუ რაღაცას ვერ გებულობს, აუცილებლად უნდა დაუსვას მკურნალ ექიმს კითხვა და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ავუხსნათ და არ იყოს ინფორმაციულ ვაკუუმში მშობელი. და სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ დაიგეგმოს ორსულობა, რომ მშობელს ქონდეს გაცნობიერებული რის წინაშე, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს, რომ მერე უკვე ფაქტის წინაშე როცა დგება, ეს არ იყოს შოკი. და ხშირად მე ამ შემთხვევაში არაობიექტურიც ხდება ხოლმე მშობელი, ეს ინსტინქტია და ჩვენ რა თქმა უნდა ექიმებს გვესმის, მაგრამ მე მუშაობაც რთულია ასეთ პირობებში და ამიტომ ჯობია მშობელმა დაგეგმოს ორსულობა, რასაც ვურჩევთ, ცნობიერება ქონდეს ამაღლებული, რომ იგივე დღენაკულობის შემთხვევაში თუ რაიმე გართულების შემთხვევაში რას ელოდოს და ის რომ მისი უფლებაა დასვას კითხვა, თუ რაიმე ვერ გაიგო და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია. მშობიარობის შემდგომაც მათ. შემდგომაც ორსულობის პერიოდშიც, როდესაც შემოდის დედა სამშობიაროდ ის პერიოდი ხომ არის, ვიდრე მშობიარობა დადგება, ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ხოლმე მეც პირადად და ყველა ნეონატოლოგი შევდივართ, მშობელს წარმოვდგენთ თავს ვინ ვართ, რომ ვიღებთ მის ახალშობილს, რა უნდა ჩავუტაროთ და ნებართვასაც გარკვეულ პროცედურებზე ვიღებთ, იგივე ვაქცინაცია იქნება თუ ასე შემდეგ, რომ მშობლის ინფორმირებულობის გარეშე ჩვენ არაფერს არ ვატარებთ. აქ არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, ისეთ ექსტრემალურ სიტუაციებში, როდესაც ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობს ახალშობილი, ხა ღამის განმავლობაში ფიზიკურად ვერ დაურეკავ მშობელს, მაგრამ ამ რისკების წინაშე ყოველთვის ვაწოდებთ ინფორმაციას მშობელს და აქ ხელშეკრულებაც ოფიციალურად არსებობს, რომ შემთხვევაში ხა ბავშვს სისხლის გადასხმა მოუწევს სურფაქტანტის ინსტალაციას და შემდეგ ხა ყოველ ჯერზე ვერ შეუთანხმდები და არც არის სასურველი, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც არის სამედიცინო ჩვენებით, ამაზე ყველაფერზე ინფორმირებული არის მშობელი და მე უკვე როდესაც მოდის სანახავად პატარას, ვუხსნით რა ჩატარდა, რატომ დასჭირდა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ვერ გებულობს, ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ არ არის სირცხვილი, რომ დასვას კითხვა, პირიქით ჩვენ ვეკითხებით კიდეც, რომ თუ რაიმე გაუგებარია, დაგვისვით კითხვა და აუცილებლად გიპასუხოთ. შეიძლება იმ მომენტში შოკი იყოს, ვერ გააცნობიეროს და რაღაცა პერიოდის მერე, როცა ეს ემოციები უფრო დამშვიდდება, აუცილებლად უნდა იკითხოს და ეს გარემო არის უმნიშვნელოვანესი, რომ ორსულობის პერიოდი მშვიდ გარემოში, არა მარტო კლინიკაში, ოჯახშიც მიმდინარეობდეს ესეთ მშვიდ და წყნარ გარემოში, რომ ორსულობა მაქსიმალურად კარგად წარიმართოს. კეთილი, ან მე როგორც მივხვდი, ანუ ორსულობის დაგეგმვის დროს იმაზეც უნდა იფიქრო, ცხადია უკვე სად იმშობიარებ, მაგრამ ხანდახან ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც უნდა ყველას, ხო? და შეიძლება იყოს გადაუდებელი მდგომარეობა, ნაადრევი მშობიარობა დაიწყოს და მაგალითად შეიძლება ორსული, რომელსაც დაეწყო ნაადრევი მშობიარობა, გეოგრაფიულად საკმაოდ მოშორებული იყოს იმ სამედიცინო პუნქტს და ცენტრს, სადაც გეგმავდა. აი ამ ხრივ მაინტერესებს, რამდენად მზად არის ქართული, კი, ბევრი ძალიან კარგი კლინიკა და კარგი სპეციალისტი არსებობს, მაგრამ ესეც სიტუაციაში რაც მოხერხებადია, იქ მიდის ხოლმე პაციენტი, ხო? ან შეიძლება თუნდაც გადატვირთული იყოს ის კლინიკა, სადაც აპირებდა მშობიარობას, ხო? აი, აქ ხელმისაწვდომობის ნაწილში და აი ესე
გადაუდებელი მდგომარეობის დროს რამდენად მზად არის ქართული ჰოსპიტალური სექტორი ასეთი პაციენტების მიღებისთვის. დიახ, ეს ძალიან აპრობირებული მეთოდია და სწორად ბრძანებთ, რომ ორსულობის პერიოდს ხა წინასწარ შეიძლება რაღაცებს გვეგმავდეთ, მაგრამ ისე არ მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა. სხვა ტერიტორიაზე იმყოფება, დასავლეთ იქნება თუ აღმოსავლეთ საქართველო და დაიწყო მშობიარობა. რა თქმა უნდა, არსებობს სამშობიარო სახლები, სადაც შეიძლება რომ მიმართოს, მაგრამ თუ არ აქვს რეანიმაციული განყოფილება ამ კლინიკას, თუმცა ნეონატოლოგი თავისუფლად მორიგე ნეონატოლოგი ყოველთვის უნდა ფლობდეს იმ უნარებს და უნდა ქონდეს ის ცოდნა, რომ პირველადი დახმარება აღმოუჩინოს ახალშობილს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაც არის, შეფასება მოახდინოს და ეს ხდება, ეს აპრობირებული მეთოდია. შემდგომ უკვე თუ ეს კლინიკა ვერ უზრუნველყოფს ამ ახალშობილის მკურნალობას და დატოვებას, აქ არის რამოდენიმე ფაქტორი განსაზღვრელი, კლინიკას რესურსი აქვს. შემდგომ ხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირება და ამის ორგანიზება და გაგეგმა, რომ კატასტროფის ბრიგადის მხრიდან, რომელსაც ასევე გამოცდილი გუნდი მართავს, ხდება ტრანსპორტირება სპეციალიზირებულ კლინიკაში, იმიტომ რომ შეიძლება აქ იყოს კარდიოლოგიური პრობლემა, ან ისეთი პრობლემა, რომელსაც ის უშუალოდ ის რეგიონი და კლინიკა ვერ უზრუნველყოფს და მერე უკვე ხდება ტრანსპორტირება. ეს რა თქმა უნდა, ხა გარკვეულ რისკ ფაქტორებს ზრდის, ეს დრო იკარგება, იმიტომ რომ ჩვენთვის ნეონატოლოგებისთვის ოქროს წუთებს ვეძახით ხოლმე ჩვენ, ამიტომ ვიძახით, რომ ვამბობთ და რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ბავშვი დაიბადოს ისეთ კლინიკაში, სადაც სრულყოფილად შეუძლია ყველა სერვისი მიიღოს, რომ ეს ოქროს წუთები, პირველი წუთები, რასაც აქვს უნიშნულოვანესი როლი, არ დავკარგოთ. მაგრამ ამის გამო არ უნდა დავისტრესოთ, რომ ამით განაჩენი არ უნდა გამოვიტანოთ, რომ თუ სხვაგან მოხდა ისე, რომ დაიბადა ბავშვი სხვა რეგიონში, იქ ვერ ვუზრუნველყოფთ. ესე არ ხდება როგორც წესი. გამოცდილი ნეონატოლოგი ყოველთვის არის კლინიკაში და პირველად დახმარებას ის უწევს და თუ საჭიროდ ითვლება, რომ მოხდეს გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში, ამას მერე უკვე უზრუნველყოფს კატასტროფის ბრიგადა. ეს ძალიან აპრობირებულია, აწყობილია, ესე რომ ვთქვათ, ეს სისტემა და ჩვენ ამით ვსარგებლობთ აქტიურად, იმიტომ რომ ეს ხშირად ხდება ძალიან. კი, საბედნიეროდ თან არც იმხელა ქვეყანა არ გვაქვს, რომ გადაადგილება ვერ მოხდეს იმ ძირითად და დიდ ქალაქებშია, როგორც წესი სპეციალიზებული ცენტრები, ხო, დასავლეთში და აღმოსავლეთში საჭიროება სრულყოფილი მულტიდისციპლინური მიდგომით ახალშობილის მკურნალობა. ნინო, ესეთი შეკითხვა მაქვს მე როგორც პოტენციურ მამას. ნორმალურ გარემოზე ისაუბრა ახალშობილის ამ პალატაში, ასე შემდეგ, თინათინმა და მაინტერესებს, აი წინასწარ ხვდები, რამდენად ესეთი დაბნეული ვიქნები. ამ სიტუაციაში აი გაივლაინი რომ მომცე, აი ყველაზე სასარგებლო რა შეიძლება აკეთოს მამამ, როგორ უნდა დაუდგეს გვერდში მეუღლე იქნება თუ პარტნიორი, ну, შვილის დედას, ორსულობის დროს და მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგ. კი, მამები ძალიან ესეთი, ანუ ისე ვიტყვი, ეს მართლა ძალიან საყვარელი ფაქტორი არის, იმიტომ რომ მამის როლი საქართველოშიც რამდენად საკმაოდ გაიზარდა უკვე ამ ორსულობის ხა ჩემი მეგობრების სფეროში, რასაც უყურებ სფეროში, რაც ჩემს მეგობრებში და ასე შემდეგ, ნაცნობებში და ჩვენ სასახლეში რასაც უყურებ, გაცილებით უფრო ჩართულები არიან იგივე ორსულობის და მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პროცესებში, თუმცა, ну, გერმანიაში ცნობილი არის, რომ მამები უკვე წლებია, თუმცა იქაც რაღაცა წლების წინ, იქაც არ იყვნენ ჩართულები და ეს მხოლოდ დამოკიდებულების და აზროვნების ცვლილებები არის და ეს ცვლილებები ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მით უმეტეს ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა და დღეს რასაც იქ უყურებ, მამები ალბათ თითქმის ყველა მამა ჩართული არის ამ პროცესში. ორსულობის პერიოდში რაც შეხება, ანუ ორსულობამდე ვთქვით, რომ პრევენცია უნდა როგორც პოტენციალურმა მამამ, როგორც მამამ, ასევე დედა იტარებს კვლევებს, მანამ დადგება ორსულობა, რომ ნაყოფი იყოს ჯანმრთელი პირველ რიგში, ეს მამის აუცილებელი მოვალეობაც არის, რომ კვლევები მოემზადოს, მოკლედ ამ ორსულობისათვის. ორსულობის პერიოდში დედისთვის აუცილებელი არის მისი პარტნიორის მასთან ყოფნა და მისი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვავს ჩემი პაციენტების მშობლებისთვის, რომ მამებისთვის მithქვავს, რომ გთხოვთ იყავით გამგები და გთხოვთ მოთმინება გქონდეთ, იმიტომ და ემპათიური თავისთავად, იმიტომ რომ ეს ორსულობის პერიოდში იმდენი ცვლილება ხდება ქალის ორგანიზმში და ასევე ლაბილურობა იზრდება, ემოციურობა იზრდება, ხასიათის ცვლილება, ასე შემდეგ. ისედაც ქალის ორგანიზმში ყველასთვის ცნობილი არის, რომ თვის განმავლობაში არის ამდენი ცვლილებები და მით უმეტეს ორსულობის
ორსულობის პერიოდში, როდესაც სრულიად ახალი ორგანიზმი არის შენს ორგანიზმში, თვითონ ხშირ შემთხვევაში დედებიც მით უმეტეს ახსენს, რომ ახალგაზრდა ასაკში დედები თვითონ ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს და არის ძალიან დიდი ემოციური სირთულეები, არის ჭიდილი, ასე შემდეგ, უფრო დიდ ასაკში, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული არის ადამიანი იგივე თქვენს ასაკში და ასე შემდეგ, უფრო მეტად მომზადებული არის ადამიანი უკვე ამ პროცესებისათვის. როგორც ხალხი ესაა მამაკაცი, თუმცა პარტნიორი ამ შემთხვევაში მამაკაც პარტნიორი მზად უნდა იყოს თუნდაც იმისთვის, რომ ქალბატონს შეიძლება ქონდეს იგივე ემოციური ლაბილობა და ასე შემდეგ და უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ იყოს მის გვერდით მთელი ორსულობის პერიოდში, იმიტომ რომ შეიძლება თუნდაც იგივე რაღაცა იყოს გადაუდებელი შემთხვევა დილის 3 საათზე და უნდა მოხდეს ორსული პარტნიორის გადაყვანა კლინიკაში. შეიძლება იყოს რაღაცა გართულება და ამისთვის უნდა იყოს მზად. ეს არის ორსულობის დადგომამდე პერიოდი. ორსულობდა, როდესაც ხდება გინეკოლოგთან ვიზიტი, ანუ ორსულობის მართვის პერიოდში, აქ მხოლოდ დედა არ არის, მამაც უნდა მიყვებოდეს, იმიტომ რომ იგივე ეკოსკოპიის გადაღება, ბავშვის გულისცემის მოსმენა არის, რეკომენდაციები ერთო ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მამაც უნდა იყოს ჩართული და მე ვფიქრობ, რომ მამისთვისაც საკმაოდ დიდი ფაქტორი არის ბავშვის გულისცემის მოსმენა თუნდაც და ბავშვის დანახვა და განვითარების პროცესები. რაც შეეხება ორსულობის დადგომას, მშობიარობის პერიოდში მამე ბოდის გიხდით ამ ტერმინებს, იმიტომ რომ მე რო იქ რაღაც უცხოური ტერმინები და გერმანული მაქვს თავში, ამიტომ ცოტა ორსულობა და მშობიარობა რამდენჯერმე არასწორად თქვი. მშობიარობის პერიოდში იქ აბსოლუტურად ჩვეულებრივი არის ესე რომ ვთქვათ, რომ მამა და დედა არიან ერთად. საქართველოში მე რომ ჯერ კიდე რა ვიცი 20 წლებს დასაწყისში ვიყავი ჩემი უნივერსიტეტის პერიოდში მაგალითად ეს ასე არ იყო. დღეს როგორც ვიცი შეიცვალა, იმიტომ რომ ბევრი მამა, რას ქვია, მე რა მინდა იქ, თუმცა უკვე ნელ-ნელა იცვლებოდა რომ იყვნენ ჩემს ირგვლივაც ჩემი ბიჭი მეგობრები, რომლებიც ამბობდნენ რომ აუცილებლად მინდა ვიყო ანუ მშობიარობის პერიოდში. დღეს მე როგორც რასაც ვუყურებ, უკვე ძალიან შეცვლილი არის ეს აზროვნება და ცნობადობა გაზრდილია და ძალიან ბევრს უნდა რომ თვითონ მშობიარობის პერიოდში იქ იყოს მისი პარტნიორის გვერდით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ქალს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რა თქმა უნდა. ეს არ არის იმაზე, რომ რაღაცა მამამ უყუროს იმ მშობიარობის პროცესს და ბავშვი როგორ არის, არამედ პარტნიორი უნდა იყოს ქალბატონთან ერთად, იმიტომ რომ დედა, რომელიც ამ პერიოდში ძალიან რთულ ფაზას გადის, რა თქმა უნდა მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება იყოს, რომ დედამ თქვას, რომ იცი რა, მე მირჩევნია, არ ვიცი, დედა იყოს ჩემს გვერდით ვიდრე პარტნიორი, თუმცა გერმანიაში იშვიათად ხდება. გერმანულ პრაქტიკაში არის ძირითადად დედა, მამა და ბავშვი, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ერთიანობა. და რატო არის თან ძალიან კარგი მამის თან ყოფნა, იმიტომ რომ ბავშვი რო იბადება, თუ დაუშვად არის, რომ დედას მაგალითად საშვილოსნოს ყელი გაიხსნა, უცებ დაიწყო სისხლდენა და უნდა გადაიყვანოს საოპერაციო ბლოკში დედა მაგალითად. ან რაღაცა გართულება იყო, მოკლედ და ბავშვს დაბადების შემდგომ ვერ ვაწვენთ დედას გულზე. ამ შემთხვევაში ყავს მამა, რომელსაც მამა აუცილებლად, ანუ პირველი წუთები ჩართულები არიან და პირველივე წუთებში ვაწვენთ მამას გულმკერდზე ბავშვს. და ანუ ბავშვის დაბადების პირველივე წუთებიდან ჩართული არის მამა ამ მთელ პროცესში. და ეს ერთიანობა იმდენად მოქმედებს როგორც დედაზე, ისე მამაზე და ასევე შვილზე, რომ რაღაცა ეს ერთიანობა მერე კიდევ უფრო ემოციურ ბმას აძლიერებს. კი, და ამ მშობიარობის დროს, რა თქმა უნდა, თანხლება დედასთან არის მნიშვნელოვანი და არა რესტორანში კეიფი მაგალითად და ისეთი სიმწალეში ყოფნა, რომ საერთოდ არ გახსოვდეს როგორ დაიბადა შენი შვილი. ნამდვილად, ამ შემთხვევაში, ანუ როგორც მშობიარობა, როგორც გოგოს. რა თქმა უნდა, ამ მშობიარობის პროცესში და მშობიარობის შემდგომაც დედას სჭირდება, კი არის რა თქმა უნდა მომენტები, როდესაც დედას სჭირდება სიმშვიდე, თუნდაც იგივე რომ დედამ რომ დაისვენოს, ბავშვი ვისთან უნდა იყოს, მამასთან, ანუ მამას შეუძლია მიხედოს ბავშვს და დედამ თუნდაც ნახევარი საათი რომ დაიძინოს, ხო უკვე რამხელა და იცის რომ მამას ყავს, ანუ შვიდად არის დედა ამ შემთხვევაში, ანუ ძალიან დიდი მართლა ხელშეწყობა სჭირდება და არა ის რომ მამას აკეიფოდარი და მე რაღაცა მარტო ვარ, გრძნობა კი არ უნდა გქონდეს, მარტო რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ სამედიცინო პერსონალი იქ არის, მაგრამ მისთვის სამედიცინო პერსონალი უცხოა და პარტნიორი არის ის ადამიანი, ვისაც მისი ესმის და შეუძლია რომ ყველაფერი სთხოვოს. კი. და მშობიარობის შემდგომაც, ანუ მე როგორც ვიცი, ანუ პირველი 6 თვე შვებულება თუ მუშაობენ დეკრეტული შვებულება დედა და მამებიც შემდეგი
6 თვე, ჩვეულებრივი მოვლენა არის, ხა მეც დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება რაღაც პერიოდი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო პარკში მარტო мама, რომ ასეინებს, ესე თქვა, კენგურუ ჩანთით თავის ჩვილს თუ მცირეწლოვან შვილს და არავინ არ გაკიცხავს მას ამის გამო. ესეც სტიგმაა, ხო, რაღაცნაირად, რომ ბავშვის მოვა. შეცვლილია, რა თქმა უნდა და ეხლაც მაგის კვლავ წარმოებას ვეწევით, რომ ეგ კიდე უფრო შეიძლება. ამ მომენტზე ძალიან კარგი იქნება, მინდა ჩავერთო, იმიტომ რომ ეს უკვე სახელმწიფოში არის ესეთი, პროგრამა არსებობს, რომ ჯერ თუ დედა იღებს ამ დეკრეტულ პერიოდს, აქვს უფლება, რომ 1 წლის განმავლობაში იყოს მის ახალშობილთან, ასევე აქვს მამას ადეღა დეკრეტი არ ქვია, მაგრამ მშობლის პერიოდი ქვია. და მშობლის პერიოდში მამას შეუძლია აიღოს სამსახურიდან მშობლის პერიოდი, როდესაც ჩვეულებრივად ასევე იღებს ხელფასს, როგორც რაღაც რა იმ ხელფასს, რაც მან მქონდა, თუმცა რაღაცა რაოდენობას, ის არჩება აბსოლუტურად ნოლზე და შემოსავლის გარეშე, აქვს შემოსავალი, თუმცა მე ამ პერიოდში, 1 წელი თუ დედას აქვს, საუბრობთ 6 თვე ან 4 თვე იღებს მამა, მე კიდე 3 თვე და ასე შემდეგ და ამ პერიოდში ეს ბავშვი არის მხოლოდ მამასთან, დედა მიდის და მუშაობს, უბრუნდება თავის სამუშაო გარემოს, მამას ყავს ბავშვი და აბსოლუტურად იმიტომ არის ხშირად მხოლოდ მამა და ბავშვი, რომ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ მამა იყოს სახლში, რაღაცა თუნდაც რაღაცა ბავშვის განვითარების პერიოდი ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის, განსაკუთრებით პირველი 3 წელი, 5 წელი და შემ ფაზები ხო არის და ამ ფაზებში მამაც ჩართული არის, არა მხოლოდ დედა, არამედ მამა. და მამასაც იქ რო კითხავ, აბსოლუტური პასუხისმგებლობა აქვს აღებული საკუთარ თავზე, მათი შვილის მოვლაში, ყველაფერში, ხა იგივე იქნება ახალშობილობის პერიოდში დაბანარი, პამპერსის გამოცვლარი, კვება არის თუ დედამ ძუძუ გამოიწოლა, შემდგომ ბოთლით კვება და ასე შემდეგ. მამებიც სწავლობენ, იქაც იგივეანაირი ადამიანები არიან, როგორც აქ უბრალოდ იქ არის რომ ამ წლების განმავლობაში აზროვნება შეიცვალა, რაც ჩვენთანაც ნელ-ნელა უკვე იცვლება. და აღარ არის უკვე სტიგმა და მე მგონია რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში უკვე აღარ არის სტიგმა, იმდენად უკვე იზრდება იმამების რაოდენობა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. თან რაღაცნაირი ეგეთი განცდაც უნდა ქონდეს ჩემი აზრით მამას, რომ შენ მეუღლემ თუ პარტნიორმა 9 თვე მუცლით ატარა და ეხლა შენი ჯერია რა. ეხლა შენი ჯერია. ეხლა შენი დროა. მე გამოჯახება არის. ველოდი ამბავს, ახლა ჩემი დროა. როიცი რა მე ვატარე მუცლით. დიდი სიამოვნება არის შენი პატარას მოვლა ალბათ და ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს ადამიანი და რატომ და მოიკლოს მამამ ეს სიამოვნება. კეთილი. ნინო, ჩვენ ვახსენეთ, რომ საქართველოშიც ბოლო წლებში ბევრი რამე გაკეთდა, პროგრესი ნამდვილად გვაქვს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება და მე რომ სტატისტიკას ნახულობდი, ბოლო მონაცემებს ნახულობდი, მაინც ახალშობილთა სიკვდილობის თვალსაზრისით, დედათა სიკვდილობის თვალსაზრისით, ექთნების და დედების თანაფარდობის თვალსაზრისით, ხო, მაინც ორჯერ თუ არა 3ჯერ აღემატება ხოლმე ან ჩამოუვარდება ცუდი მიმართულებით გულისხმობ საქართველოს მაჩვენებლები დასავლურ ევროპულ მაჩვენებლებს, ხო? და ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ხა გადარჩენადობა გაიზარდა რამოდენიმე ათეულჯერ, ხო? 100 წლის წინ შობადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, მაგრამ გადარჩენილი ბავშვების პროცენტული წილი გაცილებით დაბალი, ხო? 5 ბავშვიდან 5 წლამდე მხოლოდ 3 აღწევდა, როცა ეხლა ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალი არის. და იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა, ანტიბიოტიკები გამოიგონეს, ვაქცინაცია გვაქვს, ჰიგიენური ნორმები შეიცვალა, ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მე მაინც მინდა ვკონცენტრირდე უფრო ბოლო 10-20 წლის იმ მიღწევებზე და იმ ნიუანსურ დეტალებზე, რომელსაც ეს მცირედი ცვლილებაში აქვს, გადარჩენადობის გაუმჯობესების შემთხვევაში, რა სხვაობაც არის გერმანიასა და საქართველოს შორის, მაგალითად, ხო? გინდა დედების თვალსაზრისით, გინდა ახალშობილების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. სად არის საქართველოში გაუმჯობესებისთვის სფერო? რა თქმა უნდა, ეს რაღაცა დიდაქტიკურად არ გვინდა გამოგვივიდეს, როგორც გულშემატკივრები ამ პოზიციიდან ვსაუბრობთ, ხო? ამ შემთხვევაში მე საქართველოს მხარეს საუბარზე ცოტა თავს ვიკავებ ხოლმე, რადგან მე აქ ესე პრაქტიკულად არ ვარ ჩართული აქ საქმიანობაში და ამიტომ უფრო თინათინს ვთხოვ რომ ამაზე ისაუბროს, უბრალოდ მე გერმანული მხრიდანაც შემიძლია და ჩემი პირადი პრაქტიკა რაც არის და მე რასაც ვსწავლობ და რაც ვისწავლე ამდენი წლების პერიოდში და ამ ქვეყანა მე რაც მომცადა მასწავლას არის ის, რომ თუნდაც იგივე რასაც უფრო 30 წლის წინ აბსოლუტურად სხვა იყო აზროვნება იქ და შეიცვალა აზროვნება და დღესაც
მუდმივი პროცესი არის ეს არ არის ის რომ აი შეიცვალა და ყველაფერი კარგად არის ესე არ არის იქაც არის რა თქმა უნდა რაღაცები რაც უნდა შეიცვალოს უნდა გაუმჯობესდეს ამისთვის ტარდება უამრავი კვლევა იდება კვლევის შედეგები და ასე შემდეგ რომ ჩვენ მაგალითად რაღაც მედიკამენტს დღეს რომ ნიშნავთ თუნდაც ერთ-ერთ მედიკამენტზე დაიდო კვლევა რომ ეს მედიკამენტია არც კარგს აკეთებს არც უც აკეთებს და მაშინ რაღაცა უნდა დავნიშნო ანუ იხსნება შესაბამისად ანუ გერმანიაც ყოველდღიურად ვითარდება და გერმანიასაც სჭირდება ეს ნაბიჯები წინ გადადგმული რაც შეიცვალას არის ის რომ ჰიგიენური ნორმები მაგალითად იქ არის ყველაფერი ერთჯერადი არის თუნდაც ნეონატოლოგიაში მაგალითად ბოთლით საკვები რაც არის ეს ბოთლი მხოლოდ ერთჯერადია და ხდება გადაგდება არის საწოვა რა ერთჯერ ანუ ყველაფერი ერთჯერადი არის მოხმარების ნუ ხელის ჰიგიენა და ასე შემდეგ ეს მგონია რომ ყველგან დაცული არის და ალბათ ამაზე არც უნდა იყოს ლაპარაკი იმიტომ რომ თუნდაც იგივე დიდების ინტენსიურში ან პედიატრიული ინტენსიურში დაცულია დიდების ინტენსიურში ჩვენი ექთნები მაგალითად რო უყურებენ ხოლმე უიმედე დაიდახიან იმიტომ რომ ჩვენთან მაქსიმალურად დაცული არის და თვითონ ექთნები აკონტროლებენ ამ ყველაფერს მე როგორც ექიმი რა თქმა უნდა მეც ვაკონტროლებ და მშობელი რო შემოდის და ვუხსნით მაგრამ ამ პროცესში თვითონ ექთნები არიან ძალიან ჩართულები ამ ყველაფერში და აი ეს არის აზროვნების ცვლილება ზუსტად რომ ანუ ჩვენ ესე ვამბობთ რომ ექიმი ექთანი და მშობელი ჩვენ ვართ ერთი გუნდი რომელიც უზრუნავთ ჩვენი პატარა პაციენტის და ამ დედისთვის შვილის კარგ პირობებზე და მათ სწორ განვითარებაზე და ამიტომ ჩვენი სამივეს ინტერესი არის რომ ეს პატარა ბავშვისთვის ამ პაცია ახალშობილისთვის საუკეთესო გარემო შეუქმნა და შესაბამისად ამას როცა ვუხსნი მე მშობელს ან თუნდაც ექთანი რომ იცი რა ჩვენ რამის წინააღმდეგი კი არა და ანუ კაცო იმის წინააღმდეგი კი არა მაგრამ შენ ტელეფონი შემოიტანე და ითამაშო არა უბრალოდ ამ ტელეფონს თუნდაც მაგალითად რო აიღოთ იმდენი ბაქტერია მოყვება ზედ რომ ამას რო ხელს თუ არ ანუ ის დევს ცელოფანში და დევს გვერდზე, დედას ყავს ბავშვი გულზე და დედა ატარებს დროს ბავშვთან ერთად და რატო? და ამას რო ავხსნი რომ იმიტომ რომ ეს არის დედის და ბავშვის კონტაქტი, ამ დროს ბავშვი არის მშვიდად, იგივე ეს აპნეუ ბრადიკარდიები რაც არის გაცილებით ნაკლები და შენ რო ხელში ტელეფონი არ გიჭირავს, არ თამაშობ, შენ შულთან თან ხელები დეზინფექცირებული არის და ასე შემდეგ, მშობელიც იგებს და უკვე ხვდებით მე ერთი გუნდი. და აი ეს არის ზუსტად ეს რაღაცა პატარ-პატარა ნაბიჯები, რაც ჩვენს ქვეყანაშიც ყველა ქვეყანაში მოდიფიცირებადი არის. იგივე თუნდაც, არ ვიცი, ალბათ ყველაზე უფრო ნაკლებად აფრიკაში არის, იმიტომ რომ შარიტეს კლინიკა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პროექტები აქვს და აფრიკაშიც გვაქვს პროექტი, სადაც ჩემი თანამშრომლები მიდიან და ნუ იქ რა პირობებიც არის, საერთოდ წარმოუდგენელი არის, თუმცა იქაც მიდის ეს ჩვენი გუნდი, მიდის გუნდი და ასწავლის, თუმცა იმათის პირობები ვერ ექნებათ უბრალოდ, იმიტომ რომ ნუ ფინანსური საშუალებაც უნდა ქონდეს ქვეყანას. ეს ფინანსური საშუალება არ არის, თუმცა ხელის დეზინფექცია ყველგან შესაძლებელი არის. აი, ტელეფონი რო არ მიიტანოს და შესაძლებელი არის. ბავშვი რო გულზე ყავს და შენ ბავშვთან ერთად იყო შესაძლებელი. რაღაცები არის, რასაც ფინანსები არ სჭირდება, მაგრამ ის რასაც ფინანსები სჭირდება, უკვე განვითარებულ ქვეყნები გაცილებით წინ არიან, ამიტომ რომ ზუსტად ფინანსები და ნუ ერთჯერ კი ტექნოლოგიებიც რა თქმა უნდა, თუმცა ეს ერთჯერადად ახლა აფრიკაში ვერ მოვითხოთ ჩვენ რომ ყველა ბოთლი იყოს ერთჯერადი, იმიტომ რომ უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ არსებობს და გერმანიას ამ შემთხვევაში ან თუნდაც ინგლისს და ასე შემდეგ, ანუ უფრო ფინანსურად მყარ და ძლიერ ქვეყნებს აქვთ ამის შესაძლებლობა და ამიტომ უფრო წინ არიან წასვლები და ამიტომ უფრო მცირე არის იგივე გართულებების რისკი, იგივე სიკვდილიანობა და ასე შემდეგ და თუნდაც იგივე ტექნიკური ჩარევები რა თქმა უნდა და სტანდარტიზაცია სამედიცინო სერვისის ხარისხის მთელი ქვეყნის მასშტაბით ხო რომ იგივე ჯანდაცვის კარგია მეორეში ცუდია აი ეს სხვაობა გაცილებით ნაკლები არის სხვადასხვა კლინიკაში კი რა თქმა უნდა ალბათ თინათინ შენს აი ხო 10 ჯერ უფრო ღარიბი ქვეყნის ყვალობაზე ადეკვატური მაჩვენებლები გვაქვს ჩემი აზრით მაგრამ მაინც აი მე ხარ რასაც ჩემთვის ესე რაღაცა დისტანციური თვალით და ყურით ხვდები ერთი შეიძლება იყოს პრობლემა ექნების რაოდენობაში მათ შორის ის ანაზღაურება რაღაც ექნები ჩვენთან იღებენ უბრალოდ უხერხულია ხანდახან და უბიძგებს ექნებს რომ ქვეყანაც კი დატოვონ ხშირ შემთხვევაში და ჩვენთან მიუხედავად იმისა რომ ექიმების მაღალი რიცხოვნობა გვაქვს ექნებში საკმაოდ მოვიკოჭლებთ იმ რიცხოვნობის თვალსაზრისით ანუ პროფესიონალიზმი რო გვერდზე გადავდოთ ინფექციის კონტროლის მექანიზმების ხრივაც ალბათ გასაუმჯობესებელი არის ჩვენთან მდგომარეობა და ზოგადად სერვისების ხარისხის გაერთგვაროვნების თვალსაზრისით, ხო? თინათინ შენი გადმოსახედიდან სად გვაქვს სივრცე, თქვენი მოღვაწეაც აი რას ემსახურება ამ მიმართულებით, აი სად ხედავთ გაუმჯობესების სივრცეს ქართულ რეალობაში ნეონატოლოგიის კუთხით? დიახ, პირველ რიგში დავიწყებ და იმას აღვნიშნავ, რომ ჩემ თაობას ისეთი მძიმე მემკვიდრეობა არ ხვდა წილად, რომელიც ჩვენს წინა თაობას მათ
უდიდესი და ლომის წვლილი მიუძღვით, ძალიან კარგი ფონი დაგვახვედრეს, ესე ვთქვათ, ჩვენ უკვე. მე ვგულისხმობ ჩემს თაობას, ახლა მე უშუალო შეხება, რასაც მაქვს და იგივე ჩემი მენტორები, ვინც იყვნენ, ვინც არიან ამჟამად, ვისთან ერთადაც მიწევთ მუშაობა, მათ კიდევ უფრო რთული ეტაპი გაიარეს, იგივე ზოგადად ქვეყანაში იყო ესეთი რთული ეტაპი და შესაბამისად მათ ფაქტიურად საველე პირობებში უწევდათ ამ ყველაფრის გაკეთება და ბრძოლა. მეც იგივე ექიმის ოჯახიდან ვარ და ამას კარგად ვიცნობ, ანუ ბავშვობიდან ვიცნობ ყველა იმ ნიუანსს, რა პრობლემები იყო და როგორ მუშაობდნენ და რასაც ვუყურებდი მთელი ბავშვობა. ასეთი რთული პირობები ჩემ თაობას არ შეხვედრია, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. იგივე მე როდესაც ვიყავი შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში პრაქტიკებს და რომ ვნახა პირველი შეხება რაც იყო, რაღაც ეტაპზე, არ ვიცი ნინოს რამდენად ახსოვს, ჩვენ ერთად ვიყავით, ვიტირე კიდეც, იმდენად კარგი პირობები იყო, თუნდაც სტუდენტებისთვის და რატო არ შეიძლება რომ ჩვენც იგივე გქონდეს. იმიტომ რომ ჩვენ ინტელექტუალური რესურსი გვაქვს, ამის თქმა თამამად შემიძლია. რომელიც ახლა გაედინება ხშირ შემთხვევაში. კი ბატონო, საერთოდ მე პერსონალს ახლა თქვენ აღნიშნეთ, რომ ექიმების რესურსი გვაქვს, არ არის ნეონატოლოგიაში ესე დეფიციტი გვაქვს ამ კუთხითაც. ნეონატოლოგიაში არის ნამდვილად, თუმცა ესე არ არის შეტანილი დეფიციტურ პროფესიაში, მაგრამ არის, იმიტომ რომ ძალიან რთული სამუშაოა. მუდმივ რეჟიმში ღამისთენება გიწევს მუდმივად ექსტრემალურ სიტუაციაში და მუდმივი ჭიდილი გაქვს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ახლა რომ ესე რომ ვთქვათ ყოველგვარი უტრირების გარეშე პირდაპირ მნიშვნელობითაც ესე არის ყოველ წამს. გაუმჯობესება ბევრი რამის გვჭირდება, იგივე ჰიგიენის კუთხით, ინფრასტრუქტურის კუთხით, ცნობიერების ამაღლების კუთხით, სამედიცინო პერსონალის, თუმცა მე რასაც ვუყურებ ჩემს კოლეგებს, ყველა ამ იგივე ჩვენც ვზრუნავთ თვითგანვითარებაზე, ესე რომ ვთქვათ. მე ვისურვებდი, რომ მეტი ხელშეწყობა იყოს იგივე სახელმწიფოს მხრიდანაც. თუმცა ბევრი რამე დედათა და ბავშვებს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ პროცესში ბევრი რამ უფასოა, იგივე მკურნალობა. საქართველოს მოქალაქე ბავშვს გულისხმობ, როდესაც ხდება ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, აქ არაფრის გადახდა არ უწევს მშობელს, ეს აბსოლუტურად უფასოა, რა პერიოდიც არ უნდა დაჭირდეს. ეს ძალიან კარგია და ძალიან ბევრი პრობლემა ბავშვის მკურნალობას გულისხმობ ახალშობილთა ინტენსიურ თერაპიაში. ანუ აქ არაფრის გადახდა არ უწევს მშობელს და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. თუმცა ვისურვებდი მეტად ბევრი რამ უფრო ხელმისაწვდომი იყოს და განსაკუთრებით რეგიონებისთვის. და ასევე ის ექიმებიც ფაქტიურად ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თვითგანვითარებაზე, ესე რომ ვთქვათ, იგივე ვიზიტები იქნება სხვა ქვეყნებში, თუ რაღაც აი სიახლეები, რასაც გავეცოთ, მაგრამ ზოგადად დღევანდელობამ ამ საუკუნემ მოგვცა იმის საშუალება, რომ ინტერნეტით შეგვიძლია ბევრი კარგი ინფორმაცია მივიღოთ, მაგრამ მარტო თეორიული ცოდნაც არ არის საჭირო. იგივე ხა მე რაც ვნახე უცხოეთში ძალიან დიდი გამოცდილება არის ეს და მე ვისურვებდი რომ ყველა ექიმს ჰქონდეს ამის საშუალება. ეს როცა თვით დაფინანსებით მიდიხარ, ეს არ არის მარტივი და ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ეს არ ნიშნავს რომ იმ ექიმს არ სურს უფრო მეტად განვითარდეს და სიახლეები მიიღოს და ალტერნატივებს იეძებს, მაგრამ მე ვთვლი რომ ამის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს, მეტ პერსონალს. ის რომ საერთოდ ექთნების დეფიციტი გვაქვს, ეს გლობალური თემა არ არის მარტო საქართველოს პრობლემა და ეს ცალკე თემა, იგივე ჰიგიენის მხრივ ბევრი ფაქტორი არის. ზოგჯერ თვითონ მშობელსაც არ ესმის, რომ ვეუბნები, რომ ტელეფონის გარშე აქ ფსიქოემოციური მდგომარეობაც უნდა, ანუ ვერ ხვდება მშობელი, თუნდაც რატო არის საჭირო, რომ ტელეფონი არ შეიტანოს. მესმის ფოტო უნდა, ვიდეო უნდა, ეს გასაგებად ამის საშუალებას ვაძლევთ, მაგრამ სრულად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს ძალიან გვეხმარება, როგორც ნინომ აღნიშნა, ეს გუნდი არის, ექიმი, ექთანი, მშობელი, ანუ განუყოფელი არის ბავშვის მკურნალობა. როდესაც არის ახალშობილთა ინტენსიურ თერაპიაში. ამიტომ ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, არა მარტო მეტ პერსონალმა, თვითონ მშობელმაც. ბევრი რამ შესაძლებელია, ბევრი რამ დასანერგია, ცნობიერების ამაღლება საჭიროა ორივე მხრიდან, როგორც მშობლისგან, ასევე პერსონალისგან, ინფრასტრუქტურა და სამედიცინო განათლების სრული რეფორმირება, რომელიც ცალკე გადაცემის ეს კიდეც მართლა ამაზე გამოუწურავია ეს თემა. არის მართლა კლინიკებს დღეს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უახლესი ტექნოლოგიები შემოიტანონ
იქნებოდან, მაგრამ იმის ამსვლელი და პასუხისგებლიანად გამომყენებელი თუ არავინ იქნა, ხო? აზრი არა აქვს. ანუ მთლიანად ეს სამედიცინო განათლების სისტემა, ხო, დაწყებული პირველი წლები და პრაქტიკები და რეზიდენტურა. კი ბატონო, დიახ. რომელიც დღეს ვიცით როგორ თუმცა ბევრი, აი ხა ჩვენ რო ვცვლით ხოლმე ინფორმაციას მე და ნინო, რადგან ეს ნინო უფრო ევროპულ მხარეს წარმოადგენს და ესეა რაღაცებს რო საუბრობთ და ვსჯელობთ ხოლმე, ბევრი აპარატურაც კარგი გქოს. არ არის ესე რომ ვთქვათ, რომ იცით რა საქართველოში საერთოდ არაფერი არ ხდება, ვერ ვიწევთ. ნეონატოლოგიაში არის ძალიან დიდი ცვლილებები. ეს შემიძლია მართლა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ამაზე ძალიან დიდი როლი მიუძღვის ჩვენს მენტორებს, მათ აი გმირული სამუშაო ჩაატარეს, რომ იმ პირობებში ეს ყველაფერი შეძლეს, რომ ჩვენ ეს მემკვიდრეობა გურგებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ, მუდმივად პროგრესირება საჭიროა და ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვჭირდება და სწორედ ამას ვცდილობთ, რომ ჩვენ ერთი აგური დავდოთ ვიღაცა კიდე ერთ აგურს და საბოლოოდ ალბათ ეს ყველაფერი დალაგდება და გამოსწორდება, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი რგოლი ვერ იზავს, მხოლოდ ექიმი ვერ გააკეთებს, მხოლოდ ექთანი ვერ გააკეთებს, მხოლოდ მშობელი. ეს უნდა იყოს გუნდური, სისტემური, სახელმწიფოს მხრიდან ჩართული და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვქონდეს მზაობა ამ სიახლეების მიღების, დანერგვის და ის რაც მე ოდესღაც ვისწავლე, არ ნიშნავს, რომ პროგრესირებადია მედიცინა, ხო, მუდმივად იცვლება და ამის მიმღებლობის და გაანალიზების საშუალება უნდა მივცეთ ჩვენს თავებს და არ უნდა ვთქვათ, რომ იცი მე ვისწავლე და ეს საკმარისია და მეტი აღარ მინდა. არ არის ესე მუდმივად იცვლება. იგივე რო ავიღოთ ჩვენი სტუდენტობისგან მოყოლებული რამხელა ნახტომია ამ პერიოდამდე, ახლა როგორც უკვე კლინიცისტ ეკიმს რომ მიწევს მუშაობა, ძალიან დიდი ცვლილებებია და კარგია ეს ყველაფერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე იმ დროს რაც ვისწავლე, ეს არის საკმარისი და აღარ უნდა განვითარდე და აი ამის გაცნობიერება საჭიროა და ბევრს სჭირდება. კი, და ასევე აქვე ვიტყვი ჩემი მხრიდან, რომ ექნების ანაზღაურებაზე ვსაუბრობდი და უნდა იყოს და ეს არავის კეთილნებას არ დაელოდოთ, გაერთიანდით და მოითხოვით უკეთესი ანაზღაურება და ერთად მაგის მიღწევა შესაძლებელია. კიდე ცალკე ფაქტორი არის. აქ მარტო ზოგადად მედპერსონალი ეს არ არის უხერხული. არა, ნამდვილად არ არის. ექანმა მოითხოვოს ანაზღაურების გაზ და იმის მაგივრად რომ შეება გარიგების სანაცვლოდ დანიშნოს მედიკამენტი და აი მხრივ დაარღვიოს ეთიკური ნორმა. ზუსტად ეს რო ავიცილოთ თავიდან და ერთს დავამატებ კიდევ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტორი, რომ მუდმივად ჩვენ შევძლოთ, არ უნდა უწევდეს მედპერსონალს გადარჩენისთვის ბრძოლა. რამოდენიმე კლინიკაში ფიზიკურად შეუძლებელი, იმიტომ რომ თამამად შემიძლია ვთქვა, მე არავის არ ვამეტებ ესე ვთქვა ჩვენ პროფესიას, მაგრამ ყველა ექიმი და ექთანი საკუთარი განსაკუთრებით ვისაც უწევს ღამე ინტენსიურ თერაპიაში მუშაობა, ეს არის ურთულეს საკუთარი ჯანმრთელობის, საკუთარი ოჯახების ხარჯზე ხდება. ნამდვილად ესეა დამერწმუნეთ, ეს არც წუწუნად უნდა ჩამომართვათ, არც ვინმეზე თავის გადამეტებად. ეს ხდება. ეს ხდებოდა და ასე მიმდინარეობს და ის რომ შეძლოს თუნდაც შრომის უნარიანი იყოს, თუნდაც შეფასება მოახდინოს სწორად ბავშვის თუ პაციენტის, უნდა ვიყოთ სახგონებას, არ უნდა ფიქრობდეს იმ შემთხვევაში მედპერსონალი, რომ აი მე რამის საშუალება უნდა გქონდეს ნამდვილად ღირსეული ანაზღაურება, ისევე როგორც სხვა პროფესიებს. ეს კიდე სხვა სასაუბრო ნამდვილად და ეს არის ახლა უზენაესია, ამაზე ძვირფასი არ არსებობს. დიახ, ჩვენი მომავალია და დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ახალშობილზე, ხომ? ჩვენი მომავალია პირდაპირ მნიშვნელობით. ექიმი კარგი ექთნის გარეშე არის ხელებს შეკრული და ეს არ არის მარჯვენა ხელია, ესე ვეძახი. მარჯვენა ხელია, კი და ეს ერთი ცალკე დიდი სიამოვნებაა, რასაც მე სულ ვეუბნები ხოლმე ჩემ ქართველ კოლეგებს, კარგი ექთანთან ერთად ერთ გუნდად მუშაობა, როდესაც ვინ რას აკეთებს, როლებია განაწილებული და მე არ მჭირდება იქ ყოველ რეანიმაციულ ღონისძიებაზე რაღაცა მითითებების მიცემა, იმიტომ რომ ყავს გამოცდილი კადრები, ეს კიდე ცალკე არის და იქ ხვდები, რომ რამდენად კარგად მიყავს იგივე რეანიმაციული ღონისძიება თუ ბავშვის მოვლა არის თუ რა არის, რომ ყავს გამოცდილი კადრი, იმიტომ რომ მხოლოდ ექიმი ვერაფერს ვერ იზავ ექთნის გარეშე. მით უმეტეს ინტენსიურ განყოფილებაში, როდესაც ეს არის აბსოლუტურად გუნდური მუშაობა და რა თქმა უნდა, ექთანი დაფასებული უნდა იყოს, აუცილებლად დაფასებული უნდა იყოს, ექიმი თავისთავად დაფასებული უნდა იყოს, თუმცა ექთანიც აუცილებლად, იმიტომ რომ ექთნის შრომა არის კოლოსალური შრომა არის და იგივე ჯანმრთელობის ფასად გვიჭდება, როგორც ექიმებს, ასე ექთნებს ამ პროფესიაში მოღვაწეობა. რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანია და ჩვენ გვიყვარს ეს საქმე და უბრალოდ ალბათ ამ საქმის გარეშე ვერ წამოგვიდგენია ცხოვრება და იმიტომ ვართ დღესაც ამ კლინიკებში ყველანი, თუმცა ისე არ უნდა იყოს, რომ აი ექთანი რაღაც უფრო ნაკლებ შრომას წევს და ნაკლები არ ეკუთვნის და ხუთ კლინიკაში უნდა იმუშაოს და შემდეგ შეიძლება მეტიც კი კონდეს. ხო, მაგრამ აი მართლა ეს რაღაცა 3 და
4-5 კლინიკაში მუშაობა უბრალოდ წარმოუდგენელი არის, იმიტომ რომ ის ექთან იმე რომელიც მჭირდება რომ ბავშვს თუნდაც აი რაღაცა იქ რო შეხედოთ ბავშვთან როგორი დამოკიდებულება არ და წყნარად და მშვიდად და ნუ ექთანზე განაწილებული არის რამდენი პაციენტი შეიძლება ყავდეს 2 თუ 1 თუ 3 თუ ასე შემდეგ იმ ექთანს იმის დრო უნარი და ემოციური განწყობაც აქვს რომ იმ ბავშვთან მშვიდად იმუშაოს და მე როცა 18 პაციენტი მაბარია დრო არ მაქვს უბრალოდ რომ იმ ბავშვს მშვიდად ვაჭამო უნდა მივაგდო და მე ჩქარა წავიდე ხო ანუ მე არ ვიცი ხა აქ როგორ ხდება მაგრამ უბრალოდ მე რო წარმოვიდგინო ხა ჩვენ ექთნებს მაგალითად გერმანიაში თუ ყავს რა ვიცი 2 პაციენტი და რო ემატება მესამე ან მეოთხე უკვე წუწუნებენ იმიტომ რომ ვერ ვასწრებ იმიტომ რომ იმ ბავშვს ყურადღება ანუ თლიანი პროცედურა არის რასაც დრო უნდა დაუთმოს და ამ ყველაფერს მართლა ხელშეწყობა სჭირდება იგივე სახელმწიფოს მხრიდან რომ ექთნები იყვნენ დაფასებულები ეთანხმები აბსოლუტურად. მოდი რამოდენიმე ეტაპით უკან გადავინაცვლოთ და ვისაუბროთ ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე ახალშობილებში, ხო? რატო აი ამის სარგებლიანობაზე და რატო არის ახალისებული ძუძუთი კვება? კი ბეტონო, ძალიან ახალისებული არის და პირველი უპირველესი არის რა თქმა უნდა ძუძუთი კვება. ეს ეხება როგორც დროულ ახალშობილს, ასევე ნაადრევ ახალშობილს. ნაადრევ ახალშობილებში და ექსტრემალურად მცირე წონის ან ექსტრემალურ ახალშობილებში თუნდაც იგივე 24 პლუს კვირაზე რო ვისაუბროთ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბავშვს არ აქვს ჯერჯერობით ძუძუზე მოჭიდების უნარი და ძუძუს წიწოვა შეუძლებელი არის, თუმცა ამ შემთხვევაში დედამ უნდა გამოიწველოს რძი ყოველ 3 საათში ერთხელ და ეს რძე, რომელსაც დედა გამოიწველოს, ნუ გერმანიას აქვს ამის ფუფუნება, რომ შეიქმნა დედის რძის ბანკი და ბოლო 20 წლის განმავლობაში ამასობაში უკვე 50-მდე დედის რძის ბანკია და ეს მართლა ფუფუნება არის და ჩვენ პაციენტებს უვავნები, რომ ამის ფუფუნება გვაქვს და თუ შეიძლება თქვენ შუს აი თუ საკმარის არ აქვს დედას რძე, რომ მივცეთ სხვა ქალბატონის რძე. ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. არანაირ პრობლემას არ ქმნის, უბრალოდ არის რომ აი ზოგჯერ რელიგიური მხრივ თუ არის პრობლემა, რომ იცი რა ჩემი შვილი არ მინდა იმის შვილის რაღაცა ეს საქართველოს კონდეს ძუძუმტე ტერმინი. გავსი ტერმინები აქვს თქმა სხვადასხვა აი ამ რელიგიური წარმომადგენლობის ადამიანებს, თორე ისე აბსოლუტურად პრობლემა კი არ არის და პირიქით, იმიტომ რომ დედის რძე იმდენად უნიკალური არის, რომ ნაადრევ ახალშობილებში ერთ-ერთი გართულების რისკი, ნუ თავისთავად სიჩაქცევები ყველა მიცვით, თუმცა აი საჭმლის მომნელებელი სისტემის გართულებები, ნეკროზული ენტეროკოლიტები, ნაწლავის პერფორაციები და ასე შემდეგ. ძალიან დიდი იყო რიცხვი და მას შემდეგ რაც დედის რძის ბანკი დაარსდა და ბავშვებს ჩვენ არა ხელოვნურს აკობს, არამედ დედის რძეს, რა თქმა უნდა, ამ ბანკში დამუშავებულ დედის რძეს ვაძლევთ. შემცირდა გაცილებით, შემცირდა და ამის მტკიცებულებები და კვლევები და რიცხვები არსებობს. დადებული არის. ანუ დედის რძის ჩამნაცვლებელი, ესე რომ ვთქვათ, არ არსებული არის. არსებობს. ერთი არის ის, რომ ნუ ბავშვისთვის დროულ ახალშობილზე რო ვისაუბროთ, ბავშვისთვის აუცილებელი არის იგივე განვითარებისთვის, იგივე საჭმლის მომნელებელი სისტემის, იგივე იმუნური ფაქტორები, რაც გადაეცემა, რასაც ყველა საუბრობს და ყველა მიცის უკვე დღეს არ არის არაფერი რაღაცა სიახლე. დედისა და ბავშვის კონტაქტი. ამ მსოფლიოში რატო არის დედისთვის მნიშვნელოვანი? ეს მხოლოდ ბავშვი არ არის, აქ დედის ფაქტორიც არის. დედისა და ბავშვის ემოციური ბმა, დედის ორგანიზმისთვის ცვლილებები, ეს რძე, რომელიც ეს ხო ფიზიოლოგიური პროცესი არის და რაღაცა გეგმილი ხო არ არის, ასე ხდება და ეს ფიზიოლოგიური პროცესი რო არის, ეს ძუძუ უნდა დაიცალოს, ანუ ამ შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის დაცლა უნდა მოხდეს, რომ არ განვითარდეს მასტიტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც უფრო ხშირად ხდება ძუძუთი კვება, ან ამ შემთხვევაში ანუ გამოწვევა უფრო მეტი მოდის რძე, უფრო მეტი არის ბავშვისთვის, ბავშვის ზრდისთვის შესაბამისად, მხოლოდ დედის რძე და არ არის საჭირო ჩანაცვლებები. თუნდაც იგივე ჰიპოგლიკემიები, გართულებები, შაქრის ცვლილებებია თუ რა არის, ამ ყველაფრით როცა დედის რძით კვება ხდება. ანუ ამ ყველაფერს თავიდანვე აი დაბადებიდან ჩვენ ვეუბნებით ხომ თუნდაც იგი აი მცირე გესტაციური ასაკის ახალშობილზე ვისაუბრეთ, რომელსაც უფრო რისკ ფაქტორი აქვს ამ შაქრის ცვლილებების ორგანიზმში. პირდაპირ რეკომენდაცია არის გაიდლაინით გაწერილი არის, რომ პირველ 30 წუთის განმავლობაში უნდა მოხდეს ძუძუზე მოჭიდება და კვება. იმიტომ რომ ის პირველი ხსენი, ქართულად ხსენი ქვია, რომელიც გამოიყოფა, ეს იმდენად მაღალ კალორიული არის და იმდენად დიდ რაოდენობას ამ იმუნოლოგიურ ფაქტორებს შეიცავს და იმდენად მნიშვნელოვანი არის ბავშვისთვის. მაგალითად არის დედები, რომლებსაც არ უნდათ რომ ბავშვს ძუძუ აწოვან. ამ შემთხვევაში აქაც რეკომენდაცია არის, რომ მინიმუმის ხსენი, რომელიც პირველი გამოიყოფა, პირველი 72 საათის განმავლობაში, ეს მაინც რომ გამოიწოლოს და მისცეს ბავშვს, ან აწოვოს და მერე კი ბატონო. თუ ან არის სამედიცინო ჩვენებები, არ ვიცი, სიმსივნური პრობლემები და ასე შემდეგ, როდესაც ნუ სხვა გზა არ არის. აი ეს რეკომენდაცია მაინც არის, რომ პირველი ხსენი მაინც მიესცეს ბავშვს. და იქ იმდენად, აი ამ შემთხვევაშიც უკვე ცნობიერება არის შეცვლილი, რომ
იშვიათი არის შემთხვევა, როდესაც დედა უარს ამბობს რაღაცა ამ ძუძუთი კვებაზე პირიქით, იქვე ბავშვთან ერთად თვითონ ამ ინტენსიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დედა ზის ბავშვთან აი ინკუბატორის გვერდზე და იწვალის ძუძუს ყოველ 3 საათში ერთხელ და ჩვენი რაც ასევე ძალიან კარგი არის და რაც იქ გვაქვს და ყველა ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი არის ლაქტაციის პროფესიონალები გვყავს, რომლებიც 1 საათიან კონსულტაციას უწევენ დედებს მშობიარობის შემდგომ და მერე უკვე რეგულარული კონსულტაციები არის ან დედებს, რომლებიც ვერ ახდენენ ბავშვს ძუძუზე მოჭიდებას. ამ ვორქშოპებს გადიან, მეც გავიარე მათ შორის როგორც ექიმები, ასევე ექნები, ასევე ბებია-ქალები. ბებია-ქალის ინსტიტუტი არის კიდე ძალიან მაღლა წამოწეული, იმიტომ რომ ბებია-ქალები პირველივე წუთებიდან კი არა და ჯერ მშობიარობამდე და მერე შემშობიარობის შემდგომ ჩართულები არიან ამ პროცესში და დედა რომელსაც პირველი შვილი ყავს და აბსოლუტურად დამფრთხალია და არაფერი არ იცის, მაღალ კვალიფიციურ რეკომენდაციებს უწევენ ბებია-ქალები. ანუ მე როგორც ექიმს ამ შემთხვევაში არ მიწევს უბრალოდ დროც არ მაქვს ამ ყველაფრისთვის რომ ვისაუბრო, თუმცა როცა მაგალითად მორიგეობაზე და დედა არის და ტირის და ვეღარავინ ვერ შველის, მეც ვერთვები უკვე ამ რეკომენდაციებში. ანუ ეს ძუძუთი კვება იმდენად მაღალ საფეხურზე არის, რომ ეს ცალკე რაღაცა ჯგუფი არის, სპეციალობა არის. კი, ნამდვილად სპეციალობა, იმიტომ რომ ლაქტაციის სპეციალისტები ექთნები, ჩვენივე ექთნები, ხა ახალგაზრდა ექთნები ყავს, რომლებიც გადამზადებას გადიან ამ ლაქტაციის სპეციალობაში და შემდგომ უკვე რეკომენდაციებს, იმიტომ რომ ეს არის მაღალ კვალიფიციური, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა პროცესი, რომელიც აი რაღაცა ბუნებრივად მე ყველაფერი უნდა ვიცოდე, ესე არ არის. ყველაფერს თავისი წესი აქვს და ამიტომ მნიშვნელოვანი არის და ეს ხსენი რო კოლოსტრუმი, კი, ხსენი პირველი, ანუ მანამრძე დადგება, რძის დადგომა ხდება მე-4-მე-5 დღეს, ბავშვის დაბადების შემდგომ მე-4-მე-5 დღეს და მანამდე არის ეს ხსენი, რომელიც მაღალ კალორიული არის და ნუ აუცილებელი არის. ბავშვი იგივე პირველი რაღაც მეკონიუმის გამოყოფა, მეკონიუმი არის პირველი განავალი, რომელსაც ჩვილი გამოყოფს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ უამრავი ფაქტორი არის, რისთვისაც მნიშვნელოვანია. კეთილი, თინათი, ხო არ გინდოდა რაიმეს დამატება? არა, აბსოლუტურად რასაკვირველია, კარგად ჩამოაყალიბა. უბრალოდ ხო, რომ ეს ხსენი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რაც შემდგომ აღარ მეორდება და პრაქტიკულად ვიდრე თვითონ ორგანიზმი დაიწყებს საკუთარი იმუნური სისტემის გამუშავებას, გარკვეულწილად ჩვენ ვეუბნებით ხოლმე ესე უხეშად მშობლებს, რომ აი დედის რძით ვიცავთ და ეს სტატისტიკურადაც ესეა, რომ ნაკლებად მოავადეები არიან ეს ბავშვები, ან თუ ავადდებიან, უფრო მსუბუქად გადააქვთ და დანარჩენ სხვა დადებით ფაქტორები ხა ძალიან კარგად აღნიშნანი. მით უმეტეს დღენაკლი ახალშობილებისთვის ეს არის გადამწყვეტი. სამწუხაროდ ჩვენთან რძის ბანკი არ არის, თუმცა ამაზე აქტიური მუშაობა მიდის ბოლო წლები რომ რაღაცნაირად ეს მოხდეს, მაგრამ ამას იმდენად დიდი თანხები სჭირდება, აქამდე სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენი კოლეგები ცდილობენ რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი დაინერგოს, ესე რომ ვთქვათ და ხშირად მსმენია ხა იგივე აი ძუძუმტეობასთან დაკავშირებით, რომ ხშირად გთავაზობენ დედები, რომ აი დონორად რო გამოვიყენოთ, მაგრამ ესე ხელაღებით ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ იმ რძესაც სჭირდება შემოწმებას არ ვგულისხმობ შემადგენლობის მხრივ ესეც გარკვეული რაღაცა მარკეტინგული ხრიკია ხოლმე, რომ დედას ხშირად მოსულან კითხვით, რომ იცი რა რძე რო შევამოწმო, რამდენად სასარგებლოა ჩემი შვილისთვის. ყველა ბავშვისთვის საკუთარი დედის რძე არის, ესე ვთქვათ, უებარი წამალი და შეუცვლელი. ეს არის 2x2 4. თუმცა არ შეიძლება დავუშვათ ოჯახში თუ არიან ერთი და იგივე ასაკის, ან ორი მეძუძური ხალი, რომ შემოწმების გარეშე ინფექციების კუთხით იგივე აი ხა ციტომეგალოვირუსი რო ავიღოთ, შეიძლება რაღაც პერიოდზე დედას აქ ანალიზი გაკეთებული, მაგრამ შემდგომ მოხდეს დაინფიცირება, თვითონაც არ იცოდეს და კლინიკური არანაირი გამოვლინება არ ქონდეს და დაინფიციროს სხვა ბავშვი. ამიტომ აქ ცოტა სიფრთხილე გვჭირდება. მაგრამ თუ იარსებებს რძის ბანკი, რასაკვირველია, იქ მოწმდება, მერე თუ საჭიროა ფორტიფიცირება ხდება და ასე შემდეგ, ეს უკვე დღენაკლებთან დაკავშირებით. ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენს მუდმივად ამის აგიტაცია პროპაგანდას ვეწევით, რომ ეს მოხდეს თავიდანვე და დაუყოვნებლივ კანით კანთან კონტაქტი, რაც ძალიან გვიწყობს ხელს და მე სადაც მიმუშავია საქართველოს ფარგლებში, აბსოლუტურად ყველგან ესე ხდება და ჩემი მენტორებიც მუდმივად ამას მასწავლიდნენ, რომ ეს არის ესე და არ უნდა შევცვალოთ. კეთილი. ძუძუთი კვებაზე ვსაუბრობ და როგორც თქვით, ძუძუთი კვება შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი და პრობლემა და როდესაც ჩვენ პარტნიორებთან ასე ვთქვათ განვიხილავდით თუ რა შეიძლებოდა შემოგვეთავაზებინა მეძძური დედებისთვის, რომ ეს პერიოდი შედარებით უფრო მსუბუქად გადაევლოთ, შევჯერდით და ჩვენი არჩევანი გავაჩერეთ რამოდენიმე პროდუქტზე, ამერიკული წარმოების ხაზს განვიხილავ, პირველ რიგში ლანსინოს
ძის დაცლა ახსენე ნინო თქვენ და ასევე ხო დაუცლელობასთან დაკავშირებული პრობლემები და პირველ რიგში მინდა განვიხილო ეს ლანსინოს დედის შესაგროვებელი ეგრეთ წოდებული ჰაკა და თქვენც თუ რაღაცა მომეხმარეთ ამ ამბავში როგორც პროფესიონალები ცხადია ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს ესეთი ეკომეგობრული ჰაკა გვაქვს ეკომეგობრულს იმიტომ ვამბობ რომ არის მთლიანად სილიკონის და არ შეიცავს ინდუსტრიულ ქიმიკატებს რაც შეიძლება იყოს მომწავლელი როგორც ახალშობილისთვის ასევე დედისთვის ვინაიდან სილიკონის არის სრულად ადვილად ირეცხება და ადვილად ექვემდებარება სტერილიზაციას და არის ძალიან მარტივად გამოსაყენებელი და არის უსაფრთხო და აქვს ესეთი დამხმარე საშუალებები და რა არის ამის მთავარი გამოყენება როგორც წესი ჰაკას იყენებენ მაშინ როდესაც დედა აწოვებს ძუძუს ბავშვს პასიურად მეორე დრილიდან, მეორე დრილი ნიშნავს ძუძუს და შეიძლება გამოიყოფოდეს ძე და ეს ძე რომ არ დაიკარგოს და ასევე იმ შემთხვევაში თუ დამარაგება ჭირდება დედას ძეს ან სპონტანურად მოსდის ლაქტაცია ან ჰიპერლაქტაცია თუ არის და ასევე აწუხებს აი ქართულად არც ვიცი ეს ტერმინი engorgement როგორ არის ძუძუს აი რაღაცა გაჯირჯვება ან რაღაცა გადავსება ხო გაჯირჯვება კი ალბათ ეგ ტერმინი რა ვიცი მომაფიქრდა რომ დაიცალოს და ძალიან მარტივად გამოსაყენებელია რომ დრილის გარშემო თავსდება ესეთი ბუნებრივ ვაკუუმს ქმნის როდესაც ესე ამ მოწყობილობას დავაჭერთ და მე ხელს გავუშვებ ბუნებრივი ვაკუუმი იქნება და პასიურად რძე ჩაედინება აქ ისე რომ გარეთ გადმოღრის საფრთხე არ არის კისერზე დასაკიდებელი აქსესუარიც მოყვება რომ გარეთაც ადვილი იყოს ამის ხმარება და შემდეგ ამ თავსახურის დახურებით შეგვიძლია რომ ეს შევინახოთ და შემდეგ ასევე PSP-ს აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ ერთჯერადი პაკეტები რომლებშიც შეიძლება ამ რძის გადატანა და სიტყვაზე თუ თქვენ მიდიხართ სამოგზაუროთ და იცით რომ სამოგზაუროთ არა უფრო მივლინებაში ანუ ისე ბავშვს არ დატოვებთ ალბათ ან რაღაცა ისეთი პერიოდი გელოდებათ როდესაც ბავშვთან ერთად ვერ ატარებთ დროს მაგრამ ბავშვს თქვენი რძე მაინც სჭირდება ამ პაკეტებში შეგიძლიათ გადაიტანოთ შემდეგ ბოთლებში სპეციალური საწოვარიან ბოთლებში რომელიც ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ PSP-ში და თქვენი არყოფნის პერიოდში გამოიყენოს მზრუნველმა იმ პერიოდში მზრუნველმა თქვენ მიერ შენახული რძე ან როდესაც იცით რომ მოკლე ვადიანი რაღაცა მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ რომელიც რძეში გადადის და ტოქსიკური შეიძლება იყოს ბავშვისთვის წინასწარ ამ დროსაც შეგიძლიათ დაიმარაგოთ ასე ვთქვათ ეს რძე და მომავალში გამოიყენოთ რამე ხო არ გამორჩა მეგობრებო თუ სწორი სრულყოფილად დღენაკლი ახალშობილის მშობლებისთვისაც ძალიან კომფორტური ეს შეგროვებას გულისხმობ რძისას რომ არ მოხდეს ამისი გადაღვრა და მე არ დამჭირდება იმიტომ რომ თუ ნაადრევად იბადება ახალშობილი ხშირად ხანგრძლივად უწევთ ხოლმე მკურნალობა და სწორედ იგივე რომ ჩვენ სრულყოფილად უზრუნველყოფთ თუ იმ მომენტში ბევრი აქვს და სულ ურჩევთ ხოლმე რომ დაიმარაგონ ეს რძე რომ შემდგომ ეტაპობრივად ეს გამოვიყენოთ რომ მაქსიმალურად ხანგრძლივად შევძლოთ დედის რძე მივცეთ ახალშობილს კეთილი ნაკლებისთვისაც ჩვენ ხშირად ეს სულ მუდმივად ვიყენებთ ამას არა მარტო დროულ ახალშობილებში და ის რომ დედა შეიძლება სამსახურში იყოს ან მივლინებით ან ასე შემდეგ. კეთილი მადლობა. კიდევ ერთი პროდუქტი რაც PSP-მ გამოგიგზავნა ეს არის Dodzies ფრანგული წარმოების ბრენდის ერთჯერადი ბამბის საფენები რომელიც აი ესე გამოიყურება იხსნება აქ აქვს ორი წებოვანი ნაწილი და რისთვის არის ეს როგორც თქვით ანუ ჰიპერლაქტაცია პასიური ლაქტაცია შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი როდესაც დედა ბავშვს ძუძუს არაჭმევს და ეს დისკომფორტს ქმნის პირველ რიგში რაღაცა ტანსაცმელი სველდება ინფექციების რისკი იმატებს ხო მასტიტის რისკი იმატებს ასე დროს და მთელი დანიშნულება ამ ერთჯერადი საფენის ის არის რომ მშრალად შეინახოს ანუ სიმშრალეში იყოს დრილი ძუძუ ხო და თან ეს წებოვანი ლენტი იმისთვის ჭირდება რომ მეორე მხარეს ბიუსჰალტერზე ან ტანსაცმელი რაც არის იმაზე დამაგრდეს და არ ახშობს ასე ვთქვათ ვინაიდან ბამბის არის ასე ვთქვათ სუნთქვას რომ ეძახიან კანის ეს სუნთქვაც კანის შენარჩუნებული არის ამაზეც თუ რაღაცა ამომწურავად ვამბობ მაინც თქვენთან როგორც პროფესიონალებთან მინდა რომ გადავამოწმო ხოლმე ხო ყველაფერს სწორად ვამბობ და ლანოლინის კრემი ასევე ლანსინოს რომელიც ძირითადად გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ არის ნახეთქები
დრილის გარშემო დაზიანება, ტკივილის შემსუბუქება, ანუ თავარი ამბავი ლანოლის კრემის არის, რომ აუმჯობესებს შეხორცებას ნახეთქების და ჭრილობების და ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ეს პროდუქტიც PSP-ს აფთიაქში. კეთილი, როგორც გადაცემის დასაწყისში ვახსენე, მინდოდა რომ თქვენს ასოციაციაზე, მომავალ გეგმებზე ვესაუბრა რა საქმიანობს. გადაარჩინე პატარა სიცოცხლე, ასე ქვია, თქვენს ორგანიზაციას. პირველ რიგში რა მიზნებს ისახავს და ყველაზე მეტად ეხლა ნიჩვიტებს გავიკეთებ, რომ თუ არის ხო, ეს მომავალში უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ რაღაცა ტიპის კოლაბორაცია გერმანულ-ქართული შედგეს ამ მიმართულებით. ნინო, მოგისმენთ და მე თინათინ თქვენ. კი ბატონო, პატარა შესწორებაში ავიდან ასოციაცია არის, ეს არის ორგანიზაცია, გადაარჩინე პატარა სიცოცხლე, რომელსაც როგორც ქართული, ასევე ინგლისური დასახელება აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, იმიტომ რომ ზუსტად გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ესეთი ორგანიზაცია არის. ჩვენ ვართ ოფიციალური წევრები უკვე ამ ეტაპზე არა მხოლოდ ევროპის ასოციაციის, არამედ გლობალური საერთაშორისო ასოციაციის წევრები. ეს ასოციაცია არის ახალშობილთა ბავშვის მოვლის ასოციაცია GFCNI, ეს არის მოკლე აბრევიატურა ინგლისური დასახელების. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური პარტნიორები ვართ ჩვენ საქართველოში და მათი წარმომადგენლები. ჩვენ ყოველწლიურად ჩავდივართ მათ შეკრებებზე და ვართ ჩვეულებრივად სრული ოფიციალური წევრები. ამიტომ ვართ ეს გერმანულ-ქართული და ქართულ-გერმანული ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი მიზანი ზუსტად ეს არის, რომ გერმანული არა მხოლოდ გერმანული, ევროპული და მომავალში ამერიკული ცოდნა და გამოცდილება ჩამოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში და გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს. ზუსტად იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაშიც პატარ-პატარა ნაბიჯებით წავიწიოთ წინ. ჩვენ ყოველწლიური ხასიათი მივეცით უკვე კონფერენციებს, რომელსაც ვატარებთ და ახლო მომავალში გაზაფხულზე დაგეგმილი გვაქვს შემდგომი კონფერენცია, რომელიც ჩატარდება ჩვენ ნეონატოლოგიურ სფეროში და აქ ჩვენ ვიწვევთ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებს, არა მხოლოდ ნეონატოლოგიის, არამედ ქირურგია, ნეიროქირურგია, გასტროენტეროლოგია და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში ამ კონფერენციაზე არა მხოლოდ შარიტეს, არამედ ბონის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი და ასე შემდეგ სხვადასხვა კლინიკებიდან და მომავალში იდეა არის, რომ არა მხოლოდ გერმანია, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან გვინდა მოვიწვევთ, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი კონტაქტები გვაქვს უკვე ევროპის კლინიკების ექიმებთან და პროფესორებთან. მათი მზაობა არის ძალიან დიდი, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და ჩემი პირადი მოტივაციაც ეს იყო, რომ მე მინდოდა საზღვარგარეთ წასვლა ევროპული განათლების მიღება, ზუსტად იმიტომ, რომ იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩამომეტანეთ ჩემს ქვეყანაში და ჩემს ქვეყანაში, როგორც თინათინმა ახსენა, ჩემი წილი აგური დამედო. და ეს არის, რასაც ისე აღმოჩნდა მე საბოლოოდ რომ მე და თინათინი ორივე ამ სფეროში ერთად წავედით, თინათინი ჩამოვიდა შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკაში. იქ ვისაუბრეთ, გავიაზრეთ ძალიან ბევრი რამე და ზუსტად იქ მე ვიღეთ. ხო, იქ დაიბადა ეს იდეა და იქ მე რა ჩვენს პროფესორთან შეთანხმებით. კი, ზუსტად იქ დაიბადა ეს პატარა, იმიტომ რომ ეს tiny life ქვია, მაგრამ save the tiny life, იმიტომ რომ პაწაწინა სიცოცხლე არის ჩვენი პროფესია მოკლედ და ეს პაწაწინა სიცოცხლების გადარჩენა გვინდა რომ გავაუმჯობესოთ. ეს არის ჩვენი იდეა და გავაუმჯობესოთ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ვინმეს რაიმე რაღაცა მე კარგად ვაკეთებ ან სხვა ცუდად. ეს კი არა, უბრალოდ რასაც მე ვსწავლობ, რასაც მე ვაკეთებ და ჩემი უფრო გამოცდილი კოლეგებისგან რა ცოდნასაც ვიღებ, ყველაზე დიდი განძი და საგანძური სხვა არის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ადამიანს უგროვდება, კი ბატონო. და ზუსტად აი ამ საგანძურის ჩამოტანა მინდა მე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ამ მიზანს ვემსახურებით, დავიწყეთ უკვე ნაბიჯების გადადგმა, გვინდა რომ ჩვენი თაობის და ჩვენზე ახალგაზრდა თაობის ექიმებს შევუწყოთ ხელი, რომლებსაც თუნდაც იგივე რომ წამოვიდნენ იქ რაღაც პერიოდის განმავლობაში ქონდეთ საშუალება რომ გაირონ კლინიკური პრაქტიკა და უბრალოდ რომ ნახულობ იქ სიტუაციას უკვე სხვანაირად აზროვნებ. ანუ აზროვნების ცვლილებაში შედის რაღაცა ცვლილებები უკვე. შენ თავის მიმართ მოთხოვნები რა თქმა უნდა, შენ თავის მიმართ მოთხოვნები ხვდები, რომ იცი შემიძლია რომ კიდე უფრო კარგი გავხდე მე თვითონ ყველამ ჩვენ თავზე თუ არ რაღაცა ჩვენს ცვლილებებზე და ჩვენს განვითარებაზე თუ არ ვიზრუნოთ, ხა სხვა ვერავინ ვერ ისწავლის შენს მაგივრად, ხო? და სხვა ვერ განვითარდება და ამ განვითარებაში ჩვენ შეგვიძლია ისევე როგორც მე შემიწყეს ხელი მე ამისთვის დიდი შრომა ჩავდე თითოეულმა ჩვენგანმა და ასე შემდეგ, ჩვენ გვინდა რომ აი ხელი შევუწყოთ, რომ აი მომავალში კიდე და კიდე უფრო კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯები გქონდეს ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი იქ კი არ დარჩეს და იქ არ წამოვიდეს ყველა და იქ რაღაცა სხვადასხვა ხა ჩვენ მეც ვემსახურები
ვფიქრობი ამ შემთხვევაში სხვა ქვეყანას, ხო? თუმცა იმ ქვეყანა მომცა რა თქმა უნდა ცოდნა, მაგრამ ის ქვეყანა მე იმაშიც მხარს მიჭერს, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო ეს ცოდნა გამოცდილება და განათლება და გვინდა რომ აი ვორქშოპების სახე იქნება, პრაქტიკების სახე იქნება, თეორიული ცოდნის სახით იქნება ეს ინტენსიურად რაღაც პერიოდულობით მუდმივად ჩავატაროთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქართველ პროფესორებთან და ექიმებთან ერთად ხდება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებები მინდა გისურვოთ ამ კეთილ საქმეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასოციაციის და თქვენი ორგანიზაციის გზები აუცილებლად გადაიკვეთება. თინათინ ხო არ გინდა რამის დამატება ამ ნაწილში? ერთ საღვნიშნავ კიდევ რომ ჩვენ მხოლოდ არ ვზრუნავთ ესე ვთქვათ ჩვენი ორგანიზაცია, მხოლოდ ჩვენი კოლეგების რაც ინფორმაციის გაზიარებაზე. ჩვენ ასევე ვზრუნავთ მშობლებზეც, ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებზე. ჩვენ ვართ ახალგაზრდა ექიმების გუნდი და მარტო მე და ნინო არ წარმოვადგენთ რა საკვირველია ამას. ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს ფონდი სოლიდარობა განათლებისთვის ესეთ ორგანიზაციასთან, რომელიც მუდმივად არის საგანმანათლებლო საკითხებში ჩართული და ჩვენ კოლაბორაცია გვაქვს და მუდმივად ერთად ვაკეთებთ ხოლმე ამ პროექტებს. და ეხლა გვაქვს მშობელთა სკოლა, რომელიც ჩვენი პრიორიტეტი ესე რომ ვთქვათ, ესე სიამაყით შემიძლია ვთქვა ის არის, რომ არ მოვიცავთ მხოლოდ გინეკოლოგს და პედიატრს, ანუ დისციპლინური ესე რომ ვთქვათ, ანუ ყავს გენეტიკოსიც, ყავს ფსიქიატრიც, სტომატოლოგიც და სწორედ თავიდანვე ვახდენთ საფუძვლის ჩაყრას, ვაცნობთ მშობლებს იმ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვისთვის, შემდგომ განვითარებისთვის და მერე უკვე აი ეს ყველაფერი როგორ შევამციროთ რისკები, თუნდაც ნადრევად დაბადებული ახალშობილისთვის. ეს მარტო თბილისში არ ხდება, ჩვენ ახლა სწორედ მთელი ზაფხულის განმავლობაში რეგიონებში დავდიოდით და 5 რეგიონი მოვიცავით და ძალიან დიდი ინფორმაცია მივაწოდეთ. იგივე ნინომ რაც აღნიშნა, ახლა ლაქტაციის სპეციალისტი ესე ჩვენთან არ არის. ამის ბევრი პროექტი გვაქვს კიდევ, რასაც ვგეგმავთ სამომავლოდ, რომ დავნერგოთ ნელ-ნელა იგივე არა მხოლოდ ექიმებზე, მშობლებზე, ექთნებზე ეს პროექტები და ამ ყველაფერში ჩვენ ესე ვართ ერთი სამეგობრო ესე რომ ვთქვათ და ახალგაზრდა ექიმები და ჩვენ ვზრუნავთ როგორც ექიმებისთვის გარკვეული ინფორმაცია და ხომ კიდევ რაც მინდა აუშვრო ძალიან მნიშვნელოვანია რომ რთული кейსები რაც არსებობს ხოლმე ჩვენთან სწორედ აი იმ პერიოდში როდესაც ჩამოდიან ჩვენთან ჩვენი უცხოელი კოლეგები ხშირად ხდება ხოლმე გაცვლა და გარკვეული დისკუსია შემდგომ ტაქტიკაზე შეუძლიათ კომუნიკაცია მოახდინონ ჩვენმა კოლეგებმა რომ ამ რთულ кейსებზე რა შეიძლება იყოს გამოსავალი ინფორმაციის გაცვლა და შემდეგ და ეს იმდენად მჭიდრო კავშირია და ურთიერთკავშირშია ეს ყველაფერი მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება და ჩვენი ორგანიზაცია ეს Tiny Life არ ზრუნავს მხოლოდ კოლეგებზე, ჩვენ ვზრუნავთ მშობლებზეც, ჩვენ ვზრუნავთ ექიმებზეც და იმედი გვაქვს რომ ეს უფრო და უფრო მეტ მასშტაბებს მიაღწევს და ჩვენ წილ იმ ერთ აგურს აუცილებლად დავდებთ. ეს პერმანენტული ხასიათი აქვს უკვე ამას ყოველწლიურად მაქსიმალურად იგივე ეს ორგანიზაცია GFCI-ნა, რასაც ვამბობთ, ეს ახალშობილთა მოვლას ეხება სწორედ და მუდმივად ვცვლით ამ უახლოეს ინფორმაციებს და ეთილი წარმატებები მინდა გისურვოთ ისევ და ისევ ამ საქმეში ხო აი თქვენ რაც ახსენეთ აი ჩემთვის განსაკუთრებით ეს რაღაცნაირი გაცვლითი პროგრამების მაგვარი კომპონენტის ნაწილი კიდევ უფრო ისეთია რა აი ხელშესახებად რო იგრძნობა ხოლმე და ჩვენ არ უნდა გვეთაკილებოდეს იმისი დანახვა რომ კი ობიექტური გარემოებების გამო ზოგიერთ ქვეყანაში რაღაცა უფრო წინ არის ვიდრე ჩვენთან და ამიტომ უნდა გვიხაროდეს პირიქით ის რომ ამ ცოდნის გაზიარება შეიძლება და საშუალება არსებობს და აღარა ვართ რაღაც ჩაკეტილები ხო ჩვენ საზღვრებში აქაც ნიჭრიტები და ამ პრაქტიკებით და ასე შემდეგ გერმანული გამოცდილება იქნება ეს თუ არა აქვს მნიშვნელობა სადაც მოკლედ საიდან შეგვიძლია სწავლა უნდა ვისწავლოთ ნინო თინათინ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან მოსვლისთვის იმ სოციალური პლატფორმების ბმულებს, სადაც თქვენ ღონისძიებებსა თუ პროექტებზე შეიძლება ჩვენ მასმენელმა და მაყურებელმა მიიღოს ინფორმაცია, აუცილებლად დავურთავთ ამ ვიდეოს აღწერაში თქვენთან შეთანხმებით. ჩვენ მსმენელს და მაყურებელს კი მოუწოდებ, რომ მოიწონონ ეს ვიდეო, თუ მოსწონთ, გააზიარონ, ასე მუშაობს YouTube-ის ალგორითმი, გამოიწეროთ არხი, რაც თავარია, რომ გავხდეთ ბევრი რაც შეიძლება მალე და გავავრცელოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე. მადლობა კიდევ ერთხელ და მადლობა ამ საკითხებზე საუბრისთვის და ჩვენ ნეონატოლოგიის სფეროს ცოტა წინ წამოწევისთვის. მადლობა თქვენ. კარგად. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.